ეგ აქ რო იყო მაშინ .NET-ის დეველოპერებს არ აინტერესებს. აინტერესებს. ეგ გამოვიდა გვეწყო. აქ რო იყო მაშინ. დამცხებდა რა. და რატომ აინდა მეც ეჟურის? მე რატო? ან შენ ან შენობა კულტურის ამბავია, კულტურის. ხალხი საქართველოში სპეციალურად გადის გასაუბრებს სხვა კომპანიაში, რომ ოფერით მივიდეს თავის employee-მასთან, კონკურენტთან, მენეჯერთან და ეგრე უმოტებენ ხალხში არ უმოტებენ. შენ გგონია რომ დიდი პროექტები ჯავახზე ვერ გეკეთდება? კეთდება, კი. ნუ უყურებ ამ .NET-ს ეგრე. არა, კი. გამარჯობა, ეს არის დევთერაპის მე-15 ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იქნება ცოტა განსხვავებული ფორმატის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირველი ეპიზოდი ისეთი, სადაც გვეყოლება სპონსორი. ჩვენი სპონსორი არის Texi და სანამ უშუალოდ სტუმარზე გადავიდოდეთ, თორნიკე მოგყვება Texi-ის შესახებ. კი ბატონო, გამარჯობათ. დღეს ისეთი ახალი სიახლე გვაქვს და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ პირველად 8 თვის განმავლობაში გამოგვიშთა პირველი სპონსორი, რომელიც ამიერიდან ყველა ეპიზოდს დაასპონსორებს და იქნება ჩვენი ოფიციალური სპონსორი. კონკრეტულად Texi არის არც თუ ისე პატარა კომპანია, ახალ დაარსებული, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი, რომელიც საქართველოს ბაზაზე და არა მხოლოდ საქართველოს ბაზაზე მოღვაწეობს და ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას და დარწმუნებული ვარ, ყველას თუ არა უმეტეს თქვენგანს მაინც ტელეფონში გექნებათ ეხა ახალი აპლიკაცია, რომელიც ახალწლად გამოვიდა, არის Coke-Reverse-ი, Coca-Cola-s აპლიკაცია, რომელიც მატებს Coca-Cola-s loyalty-ს და ეს ზუსტად Texi შექმნილია. iOS კონკრეტულად ჩემი და დანარჩენი რა თქმა უნდა გუნდის. კონკრეტულად თვითონ Texi-s პროდუქტებზე ცალკე ეპიზოდს დავუთმობთ ალბათ სავარაუდოდ, სადაც უკვე კონკრეტულად გაგაცნობთ და მოგიყვებით თუ როგორ ოპერირებენ და როგორი dev კულტურა აქვთ და როგორ challenge-ებს და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს დებენ. და კიდევ ერთხელ მადლობა Texi-ს და ჩემი აზრით დღეიდან ბევრად უფრო მოტივირებულები ვიქნებით თვითონ კონტენტის კეთებით და უფრო სხვანაირად გავაგრძელებთ გზას. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის გიორგი ბაღდავაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ full stack-ზე, JavaScript-ზე და ბევრ სხვა საინტერესო თემატიკაზე. AI-ზე. AI-ზეც და როგორ სტარტაპებზე. და როგორ ჩაგვანაცვლებს wipe coding-ი ცოტა ხანში. გიო როგორ ხარ? დავი, მოდი ახლა ვითომ ახლა შევიკრიბეთ და ჯერ გვისაუბრეთ. მადლობა და ეს სტანდარტული კითხვამდე გისვა როგორ მოხსნას ჩვენი გარემო. ძალიან კაია. ხო, ასევე გიოს ისიც ვახსენოთ, რომ თქვენც აკეთებთ პოდკასტს. 4 ხანი ხართ, ხო? და მაგაზე ცოტა მოგვიანებით კიდე ხო, მაგაზე ცოტა მოგვიანებით კიდე ჩავშალოთ და მაგაზე ბევრი ვისაუბროთ. პოდკასტ მეგობრები ვართ რა. ხო. თვითონ რომ ეს სამსხურში გაიცანით ერთმანეთი თუ ესე უბრალოდ რენდომად შეიკრიბეთ? კაი შეკითხვა, საშუალო ცოტა ხნის წინ მქონდა პატარა community meetup-ი და იქ გავაანალიზე, რაც პოდკასტში არ მithქვამს არა და კაი ესეთი თემა იქნებოდა რა, სახუმარო, რომ ან სამივე არის ჩემი აყვანილი სამსახურში რა და მაგ რა გავიცა. Ja, ან წინა სტარტაპში ვშავდი, დუდუ დაარეკომენდა ჩემმა მეგობარმა სანდრო დოლიძემ, შეიძლება იცნობთ. კი, როგორ არა სანდრო. და მე დუდუმ დაარეკომენდა ის ორი და რაღაც ისე მოხდა, რომ სამივე მე ჩავუტარე გასაუბრება ერთ-ერთი რა და სამივე ავიყვანენ გადამოსდა და მე ის ორი წავიდნენ აჩო და ნიკამალევე და დუდუ რავი დღემდე იქ მუშაობს. აი და მე უკვე წამოვედი და მაგრამ რაღაცა ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში საერთოდ დავიკარგეთ რა, წყვეტა გქონდა ის და ზოგადად მეც თითქოს აი ადრე კოვიდამდე რა, ჩემი ცხოვრება იყოფა თითქოს კოვიდამდე მე რა. ბევრი ხო. და უფრო აქტიური ვიყავი საერთოდ ტექ სფეროში რა, რაღაცებში, მონაწილეობდი ივენთებში რაღაცებში და მე გაქრიუც. მაგის მე გავხრი და პრინციპში გაქრა რა, რაღაცები არაფერი არ ხდებოდა და მე ერთხელ ნიკამ დააჩვო მომწერს, რომ რაღაცა ის კონფერენციის აკეთება გვინდა რაღაცა ეგეთი და მეთქი კონფერენციას ახლა ბევრი ისჭირდება ჩარლიში და მოდი თუ გინდა ის დავვილაპარაკოთ Zoom-ში. და 1-3-4 ჯერ უბრალოდ ჩვენ საინტერესოებზე რომ ვისაუბრეთ, მაქინან გამოჩნდა მერიდია რომ მოდი ჩავწეროთ და ვიპოვოთ ხო ხალხი, აი თქვენაირი და ასე შემდეგ რომ რაღაც community შევქმნათ რა და მაგის ცოტა ისეთი ფილოსოფიური კითხვა მაქვს მაგასთან დაკავშირებით რა. ანუ რეალურად მე მგონი ჩვენ რასაც ვაკეთებთ და თქვენც რასაც წაკეთებთ, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ვართ და რეალურად ჩვენი ბაზარი, ანუ და მარკეტი ასე ვთქვათ, არ არის დიდი.
რეალურად საკუთარი ჭიის გახარებასავით არის? ახან სხვა მიზანი რეალურად რა შეიძლება კონდეს ადამიანს ეგეთ რაღაცას გადაწყვეტა, რომ კონტრიბუცია გააკეთო და ინვესტიმენტი შენი დროის რაღაც ისეთ საკითხში, რაზეც იცი რომ ანუ ესეთ რაღაც ფიზიკურ აუთკამს დიდად სავარაუდოდ ვერ ნახავ რა. პირველი ჩემთვის რაც იყო და ანუ მე მგონი ბიჭებისაც ერთ-ერთი თავი იგარი რომ ვიღაცას რაღაცა და მოუყვე რა. უბრალოდ სწავლების მეთოდია შენ თავისთვის რა. მაგალითად კვირის განმავლობაში რამე თუ შენ ხვდა საინტერესო სტატია ან რაღაცა ვინიშნავ და ადრე მაგ ჩანიშნულების 99% კარგავდი. აი ხაც ალბათ ერთ ნახევარს მინიმუმ კარგავ, მაგრამ ახლა ვცდილობ რომ რაღაცები წავიკითხო, თან ისე გავიაზრო რომ მე შენოდოს რაღაცა მოუყვე რა. იმიტომ მე ვუყვები უფრო პასუხისმგებლობას ვხდობ, რომ ახლა გაქ რომ მე ჩანაწერს ნახავ და აუ ეს რა თქვენ რაღაცა გიშლება ყოველთვის ხალხბარგში რთულია, მაგრამ უფრო პასუხისმგებლობით უდგები და რაღაც ჩემთვის რაღაც თვითგამოიფარების ის არის. მათ შორის საუბრის უნარის რა. აი თავიდან რომ დავიწყეთ, უგვიწერდნენ რომ რაღაცა რა სიტყვებს ამბობთ რაღაცა რა კაროჩე ბიჭო და რაღაცა ეგეთი ისე. და ეხაც მოგდის ეგ და ის, მაგრამ მე მაინც გონია რომ პოდკასტი იმის პოდკასტია რომ თავისუფალი იყო რა და ისი ლაპარაკო ზუსტად რაც მოგივა რა. ანუ ხო გინდა ახლა რომ გაგივითარდეს რა საუბრის უნარი და მე ეხაც გვიწერე ხოლმე მაინც და პასუხობ რომ აი ნახეთ პირველ ეპიზოდი ნახეთ და შეადარეთ და რაღაცა წესვა გვაქვს და ნუ ჩემს ეგ არის რომ რაღაც განვითარების ის და თან მეორე ალბათ ის არის რომ community ხალხის გაცნობა ეხლა თუნდაც ის რომ ეხლა შენც და ავტოსაც რაღაც დონეზე ონლაინ გიცნობდით მაგრამ არ გადავკვეთილვართ მაგრამ ამის გამო რომ რაღაც ეს community-ში მე ვთვლი რომ მაინც რაღაც ერთიანი community არის ხა იმიტომ რომ tech community არის. ხო, რა ნიშნობა აქვს tech-ს? ხო, ანუ არანაირ პირიქით. ესეთი გადაკვეთები რომ შეიძლება და საინტერესო ხალხს ვყოლობ, ჩემთვის ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა. აი, მე მინდა ეგეთი კითხვა დაგისვა. საიდან დაიწყე, როგორ მოხვედი იქამდე ახლა სადაც ხარ? დანარჩენზე ისედაც მე ვისაუბრებ და განვარცხოთ ზოგადად. ამ პოდკასტის ნაწილს მოუბრუნდეთ რა ის. კი, აუცილებლად რა. ხო და აი საიდან დაიწყე როდის გადაწყვეტე რომ პროგრამისტობა გინდა და ტექსტი როდის გადაწყვეტე და აი ყველაფერზე. და მაშინდელი სიტუაცია როგორი იყო რა. კი, მე მახსოვს რომ გიორგის მე ვიყავ სტუდენტი 2015-16 წლებში, მაშინ გიორგის უნივერსიტეტში ვხედავდი ხოლმე უკვე მუშაობა და შემართებით იყო ხოლმე რა. ხო და აი 1-2 ჯერ მოვიდა. ხო და როგორ მოხდი აქეთ ესე რომ გითხრა. ხო. ხო, რაღაც ამ ბავშვობიდან kinda მიზიდავდა რა ეს. ამოვიდა. დავდიოდი ეგეთი ცენტრი არის დღეს არსებობს მზიური, სადაც მიხვიდოდი და გასწავლდნენ რაღაც. სხვა შორის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში პოდკასტში ყავდა ლევანილაშვილი, რომელიც იყო ჩემი მზიურის მასწავლებელი. აი მე რო ვიყავი მე-9 კლასში, ანუ რავი რაღაც 15 წლის წინ მე მგონი. და ნუ ეგრე ვისწავლე რა პირველად კოდინგი რა იყო საერთოდ რა. მაგრამ მე იქ რო ვისწავლე ეს, ანუ არანაირად დღეს ბევრად სხვანაირი ლენდსკეიპია რა, ახრი რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი ეს რა შეიძლება პრაქტიკულად გამომეყენებინა, просто ვიცოდი რომ ეს რაღაცა C++-ში შემეძლო რაღაც კალკულატორი დამეწერა და მე რაღაც პატარა Android-ის კურსი გავიარე, მაგრამ ეს Android-ის მარტო JDK-ს რაღაცების გადმოწერას იმდენი დრო ჭირდებოდა, რომ აი მე მგონი სახში არც გამიხსნია რა, ანუ მარტო იქ რომ მიდიოდი რაღაც 1 საათი რაღაც TikTok-ს ვცდილობდი რომ ამეწყო Android-ზე. და ამიტომ მე ეს რომ მორჩი ამას მე მგონი მე-9 კლასის ბოლოს მე 3 წელი ისე გავიდა სამ უნივერსიტეტში ჩავაბარე რომ აფერი გამკეთებია დაახლოებით რა ამის გარშემო რა არ განვითარებულ ვარ და აფერი ერთი-ორი რაღაც ჰაკათონი ვნახე მე ჩემი ვაკაცი ზურა რომელმაც მე წინა სამსახურსაც მუშაობდი ზურა იყო ფაუნდერი რა მე ისიც იყო ისიც მზიურში გავიცანი ანუ რაღაც ჰაკათონებში დავდიოდით ხოლმე რაღაცებს ჩალიჩობდით PHP-ში და რაღაცებში და ეთოზით და მე ჩემი გზა იყო რომ აი უნივერსიტეტში დავიწყო სეულს იქ ვისწავლი და მე რაღაც ვიზამ და ეგეთი გეგმები მქონდა. ანუ ეს ზიური იყო უნივერსიტეტამდე. ხო, ზიური იყო, ანუ 1-3 წელიწად ადრე უნივერსიტეტამდე რა. და რაღაც საფუძველი მომცა რა, ანუ უნივერსიტეტში რომ მივედი, უკვე რაღაც ვიცოდი for loop რა იყო და რაღაც ეგეთი ელემენტარული კოდინგი შემეძლო რა, ეს პირველ კურსზე გასწავლიან, binary search-ს უწერდი რა. ხო და მე kinda მაგან დამიკარგა რაღაც ხრივ თვითონ უნივერსიტეტის мотиваცია და დიდად რო არ ვიყავი ამით უკვე აჟიტირებული უნივერსიტეტი გადავწყვიტე რომ კაი მოდი ახლა ვიშოვე სამსახურს რა. და ჩემი სამსახურის შოვნის მეთოდი იყო რომ რაღაც შევედი Jobs.gs-ზე სტანდარტული ანუ რა უნდათ და ყველგან ეწერა ძირითადად ან .NET-ი ან PHP რა. და მაშინ რაღაც Linux-ის ეპოქა მქონდა, მაშინ .NET-ი მარტო Windows-ზე იყო. .NET-ი არც იყო მაშინ. ხო, არის ხო და
ანუ მეთქი, ოკეი, PHP-ს ვწდი რა, რაღაცნაირად დავაყენე კაი ხანი ვიცადე და Udemy-ის რაღაც ტუტორიალი, არ ვიცი საიდან ვიშოვე, არ ვიცი რომ ნუ არა, აბსოლუტურად ლეგალურად ეს ტუტორიალი მოვიპოვე და ჩაუჯექი და 1-3 თვის მერე უკვე დავაწყე რა ჩემი ბლოგი რა. რომელიც იყო აი PHP-ში რომ ბლოგს აწყობ რა, რაღაც შექმენი პოსტი და აედიტე რაღაც admin პანელი ეგეთი რაღაცები და კრადი. ეხლა რო შეადარო დღევანდელ job market-ს ეს ჩემი ექსპერიენსი რომ ანუ რაღაც ჯგუფში შევედი, ის თან მახსოვს როგორ შევედი, მაგრამ screenshot-ი მაქვს შენახული, მე მიმოწერის და ამ პოსტის რა. მართლა გაქვს? ხო. მაშინ გამოვიგზავნა და ამოვანათეთ ეგ. ხო. და ანუ ამ ჯგუფში დავწერე, რომ რაღაცა ვარ ესეთი დამწყები დეველოპერი ვეძებ სამსახურს და ერთი 5 ადამიანმა მომწერა მესენჯერში ეგრევე რა. სუმაგას მომხომე რომ მაშინ აი ხო, ანუ ეგეთ მაგ შევადაროთ ხე მე განსხვავებები ეხლა რო იკარგეთო. და ანუ მომწერეს თან ესე რომ აი რაღაცა ტელეფონის ნომერი მომწერა, ან რეკრუტერი იყო. და მოგე დაუკავშირდი და მალევე იყო რა, აღარ მახსოვს ამდენ ხანში, მაგრამ მალევე იყო გასაუბრება და რომ მივედი გასაუბრებაზე. მივიტანე ჩემი ლეპტოპი რა, რაღაცა მსხვილი, რაღაცა HP-ის თუ Acer-ის ლეპტოპი მქონდა და ანუ ჩემი ლეპტოპი მივიტანე და რომ ეს გავხსენ და ვანახე რომ ეს გავაკეთეთ ხო რა. ეს მაგაკეთებია. ხო, ანუ რა თქმა უნდა Git-ი და რაღაცები არ ვიცოდი რა, ანუ არა მარტო მე არ ვიცოდი, სამსახურშიო დავიწყე იქაც რაღაც FTP-ი თვითონ რაღაცებს, რა თქმა უნდა Flash-Git და რაღაცები. ხო და აი ანუ გავიარის გასაუბრება ვანახ ჩემის, უთხარი რა თუცოდი და რომ წამოვედი, ნუ იმ დღესვე დამიეკეს ამიყვანეს და მე რო ვკითხე რა, რაღაც დრო გავიდა უკვე რომ აი წამიყვანეთო, ან ჩემი გამომარჩეველი ის იყო რომ მარტო მე ვიყავი ვინც მიიტანა რაღაცა და ანახა რა და მაგიტო ეხ დღესაც ყოველს ვეუბნები ხოლმე რომ ანუ შეიძლება ხო ანუ შეიძლება აი ანალოგია არის უკვე იმიტომ რომ სტანდარტა თამასამ აიწია, მაგრამ ნუ რაღაცი თუ და ეცოდა რომ გამოიჩინა. მაინც უამრავი დამწყებს ნახავ, რომელსაც GitHub-ზე შეიხედავ და აქ რაღაც ორი რაღაც გაკეთებულ, მაგრამ შეხვალ და README აქვს არიელი. გაიგე ხა რა აქ ნაკეთები, ანუ მეც ყოველთვის მაგას ვურჩევ ხოლმე პირველი რომ ანუ მოხოდე რა ეს GitHub-ი რა. ხო. ანუ გამოიტანე იქ რეპოზიტორებზე აღავი რაღაც გამიშობა რაღაც არ ნაკეთებდი. მაგით ბევრი ხო ან ბევრი ჩანს. ეხლა მე რომ მაგალითად მივიღო 10 ჯუნიორის რეზიუმე და იქიდან ერთს რო კონდეს GitHub-ი, უკვე მაინც ერთი თავით მაღლა ვაყენებ რა, იმიტომ რომ მაჩვენებს ტიპი რა გაკეთებული. მაშინ არ იყო იქ საჭირო. და თან ისედაც ალბათ აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი რა, ჩემს რაც არა მარტო დეველოპმენტში, ან ცხოვრებაში შეიძლება ისწავლო, რომ რაღაცეები ხო თვითონ ნაბიჯი თუ და გააკეთო და შეიძლება ეს პირდაპირ აყვანაში არ დაგეხმაროს, მაგრამ ის რომ შენ რაღაცა ცდილობ რომ რაღაცა კონდეს GitHub-ზე და აი ხა დღეს რაღაც კიდე აი 100 ხაზი კოდი დავამატე რაღაცებს ჩალიჩობ, უეჭველი რაღაცებს იპოვი რა ბუნებრივად რა. განვითარდები და მე სადღაც გამოგადგება კიდევაც. და თვითონ ტექისიც რო თქვა, აი ეს ხო ანუ 2014-15 წელი იწყებოდა რა. და თვითონ ტექის ხრივ რა ძალიან ჩემი აზრით ცოტა გამიმართლა რომ მაგ ეპოქაში დავიწყე ეს პროფესიულად, იმიტომ რომ ეს ყოფილა როცა ჯერ კიდე ეს server rendered აპლიკაციები იყო, Angular 1 მაშინ იყო, ანუ ჯერ კიდე ითვლებოდა მაგარ რაღაცად. ანუ ეს single page application-ები მაშინ kinda იწყებოდა. და ამიტომ ანუ რეალურად თან დავიწყე პირველი სამსახური backend engineer-ად რა. მაგრამ მე თქოს შემდეგ 1-2-3 წელი, 4 წელი ზოგადად front-end-ი იმდენად განვითარდა, მე მგონი ისედაც. თან იგი ყველაზე hype პერიოდი front-end-ის. ხო, პირდაპირ რაღაც მაგაზე გადავერთე რა. ნუ ეს ხო მოკეთ ჩემი დასაწყისი ესე თქვა რა. და პირველი კომპანია, თვითონ კომპანიის პროფილზეც ვთქვა, უბრალოდ ფოტორატორი რაღაც device-ებს გამდით ქუჩაში, რომელშიც შეიძლება ადამიანს რომ სურათები გადაეღო რა, კიოსკივით იყო და ამიტომ ეგეც უცნაური იყო, სტარტაპი იყო თან. სულ 3 ადამიანი ვიყავით და თან ძალიან ცნაური სტეკი იყო, იმიტომ რომ შიგნით hardware-ის იყო რაღაც Linux-ზე რაღაცებს ვაკონფიგებდი. აი თელი დღე ვიყავი იმაში რა ქვია, Stack Overflow-ზე რომ რაღაც Linux-ზე რომელი კომენტი გავუშვა, SSH-ით შევიდე რაღაც დუბაიში რო დგას. მაგრამ ამი რამდენი რაღაც ისწავლე. ხო, Linux-ი, SSH. დღეს შეიძლება ხალხი წლები წერდეს SSH-თან შეხება არ ქონდეს. ან Linux-თან რა. წერს. აი რაღაც მომენტში Git-ი რომ მოხოდეთ და ანუ Bitbucket-ი, იმიტომ რომ ოიც უფასო private-ის ნიშნა. აი SSH key რო დავემატებინა, მაგას 1-2 დღე ეგ იყო ჩემი task-ი რო SSH key-ს ვამატებ. მატერიალების ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იყო მაშინ რა და
ხო. ეხლა რო ყველაფერი ძალიან ადვილადაა და ChatGPT-ს კითხავ ყველაფერს ამ მარტივი Google search-ით იზა, ყველაფერს მაშინ ეგრე არ იყო. არა, მაშინ даже გახსოვს ის პერიოდი, რაღაც საიტი იყო Let me Google for you. ხო. მაგას რო იმაში და ვიღაცა რო კითხავს დასვენდა რაღაც ისულეს ხომ ჯგუფში, Let me Google for you ჩაუწერთ ხომ და გუგლეთ. ეხლა რა ვიღა კითხულობს ეგ რაღაც. უკვე ამ კითხვების დაიხვეწა რა. არა, მაინც კითხულობენ. ჩემს კი იმიტომ რომ ან ჩემი experience ერთ-ერთი, ანუ ეხლა ორი მას ვიტყვი, junior-ი რო ვიყავი, ორი experience, რომელიც იდეაში counter intuitive არის, რატო იყო ერთი კაი და რეალურად ცუდია და რატო იყო მეორე ცუდი და რეალურად კაია რა. ერთი იყო რომ მკითხე ერთ-ერთ seniors, ვინც იგივე office-ის სივრცეში მუშაობდა, რომ მეთქე რა წიგნი წავიკითხო თქო რა და მირჩია design pattern-ების წიგნი როა, ხო იცით? Gang of Ford რა. ის ძველი, მე მეგონა ის მეორე, ის და ძველი არ გქა outdated-ია ცოტა. და ან წარმოვიდგინე მაგას რო კითხულობ რა, ანუ ადამიანი რომელსაც კოდი გაქვს დაწერილი რომ აი PHP-ში ერთ ფაილში რო წერ, ოიცი გახსენი PHP-ს და რაღაც დაწერე ყველაფერი და that's it და pro ჩაგეჭრები მაგ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე მქონდა მეც. ეგრე ერთ-ერთ ლექტორს კითხავ ოღონდ მაშინ სწავლობდი რა წავიკითხო მეთქი და Donald Knuth's Art of Computer Programming და მე მეგონა ეხა მართლა რაღაცა ნამდვილს ანუ ხო ხდებიან წიგნია რა თან თუ ტექნიკური ჯერ აკადემიური წიგნი თუ არ წაიგითხია მაინც გონია რაღაც ანუ რო კითხულობ ეხა არსებით რაღაცებს კითხულობ რაღაც ანუ ემოციურად წარმოიდგინ დაინახო ხო Donald მათემატიკა ეხა წავიდი მათემატიკა არის ანუ როგორი რაღაცა იცი ანუ დაბლა პრეპროცესორები როგორ მუშაობს იმაზე რა ჰარდვეარზე ანუ იმ ხელა ისეთი მათემატიკაა რა ანუ კომპიუტერ პროგრამინგი არის მე მგონი ბოლო პეიჯზე მიდის ოღონდ ისიც რავია რაღაცა ელემენტარული მაშინ მივხვდი რომ მეთქი აუ ეს თუ უნდა ვისწავლო მეთქი იმიტომ რომ ანუ აუ ძალიან ის იყო ბარიერი იყო რა ანუ დღესაც მე მგონი აუ კალკულუსს რომ სწავლობდი ეგ რო გადაწინე რო გადა მაინც რთულია რა და მით უმეტეს ხო ერთი ხაზი რო PHP დაწერილია Donald Knuth-ი არ უნდა დაიკითხო პირველ წიგნში. ნუ ეგ იყო counter intuitive რომ იდეაში ვითომ კაი რჩევა იყო surface ზედაპირზე, იმიტომ რომ რაღაც წიგნი მირჩიეს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ნული პროდუქტიულობა იყო მაგის დაკითხვიდან. და კაი რაც იყო რომ რაღაც ჯგუფში რაღაც კითხვა დაუწერე ერთ-ერთ ჯგუფში და საფარამ ის დაუდიახ საფარამ მოვიკითხავ და მოვიკითხო. დამილიკა ეგეთ სტატია არის, როგორ დავსვათ კითხვები. აუ ეგ იყო რა ლეგენდალური ქართულად რო ეწერა. მახო 127 ნაროდრუ. არ ვიცი კაც ვინ არის, მაგრამ აი ეგ იყო რა ტოპი. ჰაკერ როგორ დავსვათ ჰაკერების რაღაც community-ში კითხვა. ზოგადად აი როგორ დავსვათ, საერთოდ კითხვა როგორ დავსვათ რა. ანუ კი მაგაზე არის მე რო აი ტექნოლოგიაზე. რა ანუ იდეაში ვითომ ხო იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ისე როგორ უნდა დასვა კითხვა მაგის ცოდნა რა იმიტომ რომ აი Stack Overflow-ს მაგალითად ხშირად ჩივიან იმას რა რომ ეგრევე აი როგორც კი დაწერს რა რაღაცა კითხვას თუ ის სწორად არ არის ფორმულირებული თუ სწორი მაგალითები არ აქვს source code-ი არ აქვს და იკითხები რომ ჩემი კოდი არ მუშაობს ზმაო და რატო არ მუშაობს მაგალითად ეგრევე შლიან ხოლმე და მე მეგონი users banks-ად მიგობში ჩემი აზრით იმის თან Stack Overflow იმიტომ არის დღეს Stack Overflow ამდენი წლის მერე რომ აი ეგრე მიყვებიან ყველაფერს არა მიუხედავად იმისა რომ ChatGPT არსებობს და ყველა კითხვაზე პასუხს აცემს დღემდე Stack Overflow მაინც მუშაობს. და თქმა უნდა ისე აქტიურად ეგეთი კაცი ხო და მაგას უნდა ეგეთი კაცი რო არ ყოფილიყო მეთქი კითხვის დასმის ვალიდაცია. ეგეთი კაი ხარისხი ვერ იქნებოდა რა. ეხლა უეჭველი იცი რაღაცას რო წიჩკა რო უსვია ეს green check-ი რო აქვს პასუხს იცი რომ ვალიდურია. პლუს რა არის იცი კიდე ეგეთი რაღაცა მაინც უნდა ChatGPT-ზე ყველაფერზე პასუხს ვერ გცემს რა აი კოდის ნაწილში აი ეს ამოცანა როგორ ამოვხსნა რაღაცა მაგას კითხვის მაგრამ აი მაგალითად ეხლა რაც მე მახსენდება რაში ChatGPT ძალიან სუსტია არის აი Azure-ზე როდესაც კითხვა მაქვს ხოლმე რა უშუალოდ სად რა როგორ და რანაირად უნდა დააჭირო რომ კონკრეტული რაღაცა environment-ი აწიო რაღაცა setting-ი შეცვალო რაღაცა აი ეგ საკმაოდ უჭირს რა იმიტომ რომ ვიზუალური ნაწილში ჯერ როგორ ვხვდები თუ მაინდა-მაინც ძლიერი არ არის რა ხო მაგრამ ეხლა ეგ კითხვა უჩდება ორ ადამიანს. აი ეგ არ ჭირდება რა იცი. მაგრამ თუ 100 თუ გაუჩნდა ისწავლის მაგრამ. ბიფის ჩამოგდებას თუ. იმიტომ ეჟური. მაგრამ მე რა არ მომწონს ცი. მარტო ChatGPT-ს არა, ანუ ზოგადად თანამედროვე თითქმის ყველა ელემენტს ახი კითხვას რა
ინტონაციითაც დაუსმევ, აი მაგათაც რაღაცის გაგება გინდა, ხო? ან ხო არის ამაზე პასუხი, რომ არა, ეგრე არ კეთდება. მაგას არ გეუბნება რა, მაინც პოზიტიურად მოყვება რა. კი, თორნიკე, როგორ არ შეგიძლია ეს გააკეთოთ, მაგრამ თავის მე რაღაც ფანტაზიებში გადავახომე, რაღაც კოდს დაგიწესით, რომ და არ არსებობს. ეგეთი API ვაფშე არ აქვს ენას. მაგრამ შეგი, მაინც solutions დაგიდებს რა, მაგრამ ხანდახან ხო საჭირო გითხოს, რომ არა, ეს ისე არ გამოვა რა, ანუ მორჩა. არა, მე მან ეგეთი მომენტია და არა, ძალიან გადაუხვეთ, მაგრამ დავამთავრებ და მე გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ChatGPT-ს თუ არის ეს შემთხვევა, რომ რაღაცას ვერ აკეთებ და ChatGPT პასუხობს არას, შენ შეგიძლია უთხრა, როგორ არა და ის გეუბნება, კი, შეგიძლია. ანუ შეგიძლია საგერია, ხო რა. ისე ანუ Azure-ზე ცუდი რაღაცა თქვი, მაგრამ რეალურად აი ChatGPT-ს API-ს დახოსტვა თუ გინდა, ამ გამოყენება შენ აპლიკაციაში და ანუ ცოტა რეალური რაოდენობის იუზერები ყავს. თვითონ OpenAI-ის ინფრაზე ბევრი rate limit-ი ექნება რა და ყველაზე კაი solution-ი არის რომ Azure-ის proxy გამოიყენო რა. ამიტომ რეალურად ნუ კი ბევრად ძვირია, მაგრამ ტექნიკურად აგვიხსენია ხა ეგ როგორ ხდება, ანუ Azure-ის proxy რა მაინც ხო OpenAI-ს აკითხავ ბოლოს. ხო, ანუ როგორც მე ვხვდები, გარჩოძებიო, ანუ OpenAI-ს და Microsoft-ს ხო აქვს რაღაც დიალი. და შესაბამისად OpenAI-მ რაღაც ლიცენზია მისცა Microsoft-ს, რომ თავიანთი hard-ით დახოსტონ ChatGPT. შენ იმაზე იძახი Azure Cognitive Services რომ არის. მოკლედ ეგ არის ეგ, რასაც შენ იძახი სავარაუდოდ რა, რომ Azure Cognitive Services, სადაც Azure-ის თავაზობს მომხმარებლებს, დეველოპერებს თავის AI services, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ ირანებს ისე OpenAI-ს. ხო, იმიტომ რომ Cognitive Services-ები ChatGPT-მზე ბევრად ადრე იყო. კი. მე როგორც ხვდები, ანუ რეალურად განსხვავება ის არის, რომ Microsoft-ის ინფრაზე, რომელიც Microsoft-ს აქვს, ეშვება OpenAI-ის მოდელები, რომელზეც ხო არ არის open source, არავის არ აქვს ცდომა და ამათ რახან დიელი აქვს, იმათი ინფრადან შეიძლება გამოიყენო და ეს ვიცი იქნება, რომ აი T3 chat არის თუ T3 app თუ რაღაც ესეთი ერთ-ერთი ცნობილი რაღაც YouTuber-ის და ძალიან სწრაფი არის რა, ანუ თუ გამოგიყენებიათ ChatGPT-ის იმას რომ შეადარო, ბევრად სწრაფია და მე მგონი მაგ proxy-ს იყენებს. ძვირია უბრალოდ. ხო, აი არის რა, იმიტომ რომ მაგრამ რეალურ აი ხა თუნდაც Claude-ი რა, Claude-ს ისეთი ანუ Anthropic-ს ისეთი rate limit-ები აქვს, რომ აუ ერთი ასობით user-ი თუ ყავს უკვე, და მაგათ მსგავსი დიალი აქვს Google-თან რა. და კაი კითხვა, ანუ ზუსტად არ ვიცი, ანუ მე ეგრე ხვდები, რომ ერთადერთი გზა რომ rate limit-ებს არ დონ თავი, ეგ არის რომ Google-ის ინფრაზე ეშვებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ხო. ის აგვი კომენტარეთ. Azure-ი უფრო ძვირი ეს თუ ვერ იტყვი რა. ანუ ვიღაც DevOps-მა შეიძლება გითხრას, რომ ალბათ აი მაგალითად მაგას რო გითხო, მოგითხო გეტყვის ეგეთ რაღაცას, რომ Azure-ი ძვირია და ამიტომ AWS-ი გადაწყვეტეთ. ანუ კიდე რაღაც მინაზები რომ Azure-ი ნელია, რაც ჩემთვის სიგი შემგონია, რას ნიშნავს ნელია. ეგ აქრო იყო მაშინ. .NET-ის დეველოპერებს არ აინტერესებს. ეგ ამბავი და გვეწყო და აქრო იყო მაშინ. დამცხებდა რა. და რატომ აინდომეც Azure-ის? მე რატო? ან შენ შენ ანუ რადგან თვითონ სტეკი მარტივად ეწყობა უბრალოდ რადგან სტეკი ინტეგრაცია ყველაზე მარტივია, კი და ნუ არა მხოლოდ სხვა რაღაცებს ასთავაზობს, სხვა SDK-ებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი როგორ არის იცი სინამდვილეში costs რაგან აგებს, რამდენად სწორი რესურსები გაქვს, რამდენად სწორი მოხმარება გაქვს, რამდენად მაგრამ არის hire-ზე რო თქვა, რომ ეს ძვირია და всё ამას არ გამოვიყენებ, არის დიდი შეცდომა, ხო? ანუ როგორ არის ინფრასტრუქტურა აწყვეტილი, მაგრამ და ჩვენ მახსოვს ახლა ერთ-ერთ პროექტზე ადრე რა, ქონდა ეგეთი რაღაცა რა, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ქონდა რაღაც რესურსები ისეთი, რომელიც ფულს წერდა და რეალურად არავინ არ იყენებდა. არც ერთი ჩვენი სერვისი არ იმუშავებდა. ეხლა მაგის ყურადღება უნდა მიექცეს და ეგეთ რაღაც შეცდომების გამო თუ ადამიანი გადაწყვეტს იმას, რომ ეს სერვისი ცუდია, ეგ სხვა ამბავია რა. მაგრამ არის ბევრი რაღაც მექანიზმი, რითიც კოსტების დაგაზოგვა შეგიძლია და ესე ვერ იტყვი, რომ ეს უფრო ძვირიანია. შენ AWS-ის კაცი ხარ? ეხლა ჯერ ამაზე ვიტყვი ორ საინტერესო რაღაცას. ჩემთვის ერთი ის რომ აი Azure-ს არ გამოვიყენებ, იმიდან მოდის, აი 15 წლის წინანდელი მიმიროა, რომ Microsoft-ი რო აზზე არ იყო არაფრის რა. ანუ Azure-ი რამდენ იშვიათად გამოვიყენებია, მაგრამ როცა გამოვიყენებია AWS-ი და თუნდაც GCP-ის მერე ძალიან impressed ვარ ხოლმე მაგათი UI-ით და რაღაცებით რა. ესე ვერ შევაფასებ ახლა თუნდაც. ხო. ესე ვერ შევაფასებ თვითონ ახლა cost-ებს და სერვისები, ესე side by side ალბათ AWS ყველაზე მეტი აქვს. მაგრამ ნუ ბევრი positive feedback-ი გამიგია და ეგეთ გამიგია რომ უფრო ძვირია რა. მაგრამ აი cost management-ის იმას სხვა შორის ცოტა ხნის შემხვდა
რაც ანუ MCP ხო ძალიან hype-შია ახლა model context protocol-ი ეს რაღაც RPC-ები, LLM-ების და ანუ ერთ-ერთი ყველაზე კაი use case-ი ჩანს ეგ ანუ cloud-ის cost-ების management-ი და investigation-ი. იმიტომ რომ ანუ ყველა cloud-ს ხო ახლა აქვს რაღაც Terraform-ი იქნება თუ რაღაცა გზით cloud container-იზაცია. არა, cloud development kit-ი რა, ანუ შენ იმის გარეშე რომ საერთოდ UI-ში შეხვიდე, ანუ Terraform-ი შეგიძლია რაღაც ან დეკლარატიული YAML-ში, ან იმენა TypeScript-ში, ან Go-ში გაწერო რომ აი მე მინდა რაღაც ერთი ბაკეტი, S3 ბაკეტი, ერთი infrastructure as a code-ზე ვამბობ. infrastructure as a code. Bicep-ი გვაქვს ჩვენ M.NET Azure-ში. მე ცოტა backend-დან shortcuts-ი ამიხსენით ახლა Terraform-ი რა. ოკეი, ანუ მაგალითად ახლა AWS-ზე გინდა, ან Azure-ზე ნებისმიერზე გინდა რომ გააკეთო რაღაც ერთი სერვერი დახოსტო, მიაბაზე ეს ბაკეტი, რომელიც ფაილებს შეინახავ, რაღაც წინა load balancer-ი მიუმაგრო და რაღაცა VPC-ში შეფლო, რაღაცა მილიონი რაღაც შეიძლება გააკეთო რა. და ეს შეგიძლია რომ UI-ში შეხვიდე და ყველაფერს დააჭირო. მაგრამ ნუ ეს კოდი შეგიძლია ხო, ეს შეგიძლია რომ ხო, configuration ფაილი გააკეთო, ან ახლა უფრო advanced არის და ეს შეგიძლია TypeScript-ში დაწერო და ნუ უფრო მოქნილობას გაძლევს ან Go-ში რომ მაგალითად რაღაც if-else-ები კონდეს და აი თუ ეს user-ია მაშინისკენ და რაღაც ეგეთები და ეს რასაც გაძლევს არის რომ თუ multi-tenants რაღაცა ის გაქვს ან ბევრი customer-ი შეგიძლია parallel instance-ები მთელი infra აუწიო რაღაც ნახევარ საათში ან უბრალოდ per developer ყველას თავისი environment-ი კონდეს რა ან pipeline CI/CD pipeline იმის deployment და ის მაინტერესებს ხეკითხო ანუ ეგ TypeScript და Go რო არის ეს თვითონ Terraform-ი გაძლევს მაგათ ბაინდინგებს თუ community ამატებს Terraform-თან არის paid პროდუქტი რა არის open source ალტერნატივა სხვაინებზე მარტო ეს შეკვეცილიანები აქვს აა სხვაებიც იქნება ალბათ უკვე იქნება სხვაებიც რა რაღაც ანუ Go-ზე და TypeScript-ზე რომ მე ზემოდან ალბათ მარტივია მაგრამ ისე რაღაც native რაღაცებიც ექნებათ რა და ანუ თვითონ ეგ მე დაფუძნებულია მე მგონი თვითონ AWS აქვს საერთოდ რაღაც მაგ კონცეფტი მე მგონი მოფიქრებული პირველი ბიბლიოთეკა დაწერილი რა მაგისი და რაღაცა მაგაზია დაშენებული რა სინამდვილეში რა არის ეს ძალიან სიღრმეშიც და ხომ ანუ ვინმე კიდე მაინც აკეთებს ხელით თუ მე მაგ ტელეფონ ეგ მე იცავს გამოგენი ყოველთვის იგი UI-სთან მუშაობა ყოველთვის ეგ არის ხა თუ გინდა ა თან ბოდიში ანუ მაგით ხო რეალურად შეგიძლია LLM-ს დააგენერებინო იქ. ახლა აი მან მივიდიოდი რომ MCP-ს ერთ-ერთი ყველაზე კაი ის არის რომ ჯერთი mag CDK-ს ხო კარგად არის დოკუმენტირებული და აი მილიონი ოფშენი აქვს ანუ მინუს ახლა შენ რო თქვი რომ სუერი რო აკეთებდიო მაგის თავარი სირთულე არის რომ წარმოიდგინე რაღაცა შენ რო გინდა რომ მაგალითად VPC გააკეთო რაღაც ერთი სერვერი გაუშვა ამას აქვს ალბათ 1000 სხვადასხვა ფლეგი რა და თავის რაღაც სერტიფიკატები და მიავა DNS-ები ისინი და მაშინ ძალიან ბევრი რაღაცა დაიცოდე რა და ამიტომ სხვა შორის არსებობს უკვე რაღაც ბიბლიოთეკები რომელიც არის higher level ისინი მაგალითად აი პირდაპირ new next.js დაწერა რა და ამის ქვეშ ერთი 300 სხვადასხვა რესურსი ისპავნება რაღაც მილიონი ლამდა function და თავის ბაკეტები და რაღაცები მაგრამ შენ არც იცი რა და მე შეგიძლია რომ ამას უგაგეთებს ამ შეხვედრას ვიზუალურად დაინახო რა აწყე dashboard-ზე პირდაპირ და უბრალოდ რეალობა მან საერთოდ ჯამში ისაა რომ ჩვეულებრივი კომპეტიშენია დიდ კომპანიებს შორის რა იმას ანუ ერთ სერვისების კი ერთნაირია თითქოს ის იდეა კიდე კითხავს და ეს Terraform-ი მარტო AWS-ია თუ ანუ ამას აქვს ბიბლიოთეკა მე ანუ ძალიან ჭკვიანად აკეთებული რომ რეალურად ეს Terraform-ი რაღაც base-ია და მე ემატება პროვაიდერები ქვია თუ ვორცდები რა GCP პროვაიდერი, AWS პროვაიდერი, Cloudflare-ი Hetzner-ი ან ნებისმიერ Azure-ში ხო ან თვითონ დაჟე ახალ შენ თუ შექმენ შენი თორნიკე cloud-ი შეგიძლია რომ შენი ის დაამატო რაღაცნაირად რა ხო და სხვა შორის ან საინტერესო გადახვევა რომ ვინც ეს შექმნა თავისუფლად Terraform-ი რომელზეც ფაქტობრივად ეხლა მთელი ყველაზე დიდი enterprise-ი ყველა ამაზე მუშაობს რა ანუ ამით აკეთებს ინფრას ეხლა ჩემთან სამსახურში ბოლო პერიოდში ეხლა ხონდა პირველად ესე რეალური შეხება ამ Terraform-თან რა და ეს ფაუნდერი წამოვიდა და ეხა აი რაზე მუშაობს თქვენი Terraform-იდან წამოვიდა? ხო, ანუ ნუ Terraform-ის parent კომპანია რაღაც ეში corp. ხო, მუშაობს. ნუ ამის შექმნილი. ხო. და ეხა წამოვიდა და რაზე მუშაობს? ხო, აი სხვა რაღაც tech product-ზე მუშაობს. აი რაღაც AI-ზე based იქნება. terminal-ს წერს დავის. Ghost-ის ხო? ხო. ვიცი, ძალიან hype-შია ეხა. რა კაცია, ბიჭო.
რატო წეს გოსტის? მე ძალიან ჰაიპში იყო გოსტი, მაგრამ მე ძალიან ტერმინალ იყვარს ტერმინალს იყენებ ხშირად. ტერმინალს ვიყენებ, მაგრამ ისე ანუ რაღაც ვიმში და რაღაც არა რა, ანუ ჩეულებრივად რა. და გოსტი მომწონს, მაგრამ რატო არ მომწონს? იმიტომ რომ command F-ი არა აქვს რა. command F-ი? ანუ ვერ მოძებნი რა, თუ რაღაცა ისინი არის მაგიები, ტიმუქსი და ხო, ტიმუქსი თუ არ ვერ მოძებნი. ხო, სტანდარტულად არც ერთი მაშინ არის. ეგ warp-ში იყო command F-ი მეგონი და იმაში item-შია. warp-ი too much, ანუ ძალიან bloated არის. თუგვე ნელია. ანუ pop-up-ები გიხდება უკვე რა, იაფოს ტულბარში. ეს ტერმინალი აღარ არის რა, ანუ იქ LLM-ი გაქვს, შეგიძლია ChatGPT-ს რაღაც კითხო, ანუ იქ ტერმინალი აღარ არის. მე მიყვარს ტერმინალი დროს სწრაფია და warp-ს იმენ დრო ჭირდება. და LS-ს რო ვაკეთებ რაღაცა ის უნდა დრო არა და რას ჭირდა წერილი. ან იმდენი რაღაცა აქვს ჩამოტებული, რომ არ და თავიდან მაგარ ჰაიპში იყო. მე ანუ ვიცოდი რაც იქნებოდა და მე არც ვერ გამოვიყენებია. მე ვიყენებ იმას, თავიდან ვიყენებდი ალაქრითის. გიგია. ვიყენებ ტერმინალს და ეხა გოუსტს. ტერმინალს მაკის. მე ვიყენებდი ალაქრითის, ნახე რა განსხვავება, ეგ ტერმინალი CPU არის, CPU based არის. ეს ანუ ძალიან ნერდუშ არის ალაქრითი და კიტი არის ორი და ეგენი არის იმინე GPU based არის და დავიდა ალაქრითი ვიყენებ, ეხა ვიყენებ კიტის და რა ვის სწრაფი არა მუშაობს და ეს config ფაილი აქვს JSON-ში არა იმაში YAML-ში აქვს config ფაილი და ერთხელ დააკონფიგებს მაგრამ გოსტი რატო განსხვავებულია რატო და ამ ტერმინალების ერაში რატო დაიწყო ახლის წერა ხო წაიკითხე მე რატო ვიყენებდი იმისი არ დამიგიხოს მაგრამ მე რატო გადავედი გოუსტიზე იმიტომ რომ ნუ visibly სწრაფი არის აი მაგ ძალიან ბევრი ლოგი რო აქვს მაგალითად ჩემს რასში წერია რაში არა წერია არ ვიცი ისე ალბათ გოუზე იმიტომ რომ მაგებს გოუევოს არა ზიგზე სხვა შორის ხო ზიგზე ტელეფონიც გოუშია დაწერილი ტელეფონი მგონი გოუზეა მაგას ვლაპარაკობთ რომ კონტეინერი აი იმასთან თორნიკესთან ვსაუბრობთ მაგაზე ზუსტად რა რომ უბრალოდ ეს რაღაც კონტეინერიზაცია და ეგეთი რაღაცები გოუზეა თავიდან ბოლომდე რა ისიც კაცო ვერ გავიხსენ დოკერი თვითონ დოკერიც ხო და კუბერნეტისიც მათ შორის დაწერილი არის გოუზე ანუ რეალურად მე მგონი მანდ ინასავი ანიშნავ მანდ რაღაცეს დაწერილი მაგას ვამბობ რა მაშინ არ იყო რა ანუ იმდენად ჰაიპი ანუ გოუ კაი ის იყო რომ ჩემი ერთ ახლა საბოლოო ჯამში 800 და ისინი მაინც მიხოთ იმს რომ ზოგი მამდეს დაიწყო მგონი რას მამდეს დაიწყო მაინც ზიგზე ყოფილა ჩემი აზრით რეალურად მიდის კომპეტიშენი კომპანიებს შორს ეგანაც ამას ვამბობდი რა რომ აი ვინ რა სერვისს დადებს რაღაცან როგორ გაპიარდება მაგას დიდი მნიშვნელობა აი მაგალითად ეხა Azure-ზე რაც შეგიძლია გააკეთო სერვისები იგივე სერვისები აბსოლუტურად არის AWS-ზე ხელმისაწვდომი რა უბრალოდ შეიძლება სხვა სახელი ერქვას საერთოდ რა ძალიან საინტერესო wording-ი იყო ანუ ის სერვისები რაც AWS-ზე არის შემდეგ ყველაზე რა ანუ ჯერ AWS-ში ხო ეს ტიპია? კი. ამოვანათებთ. უბრალოდ ერთი Amazon-ისა, მეორე Azure-ის რა და ეგ არის რა. შეხედეთ. თან ანუ Microsoft არის სვენებს. ანუ შეხედეთ. აღარ მახსოვს სხვა ისინი რა. ესეთ ხალხს შურს მოი. რანაირად როგორ ახერხებს ახლა აი ამდენს როგორ მუშაობს მო ტიპს ერთი წლის განმავლობაში აქვს სადღაც 8 ჩაგდება რომ კონტრიბუცია არ აქვს. თან 7% აქვს კოდრებიო და 80% აქვს კომიტი. თან სად ტერაფორმი, სად ტერმინალი. და თან სად ზიგი, და სად გო. თან შუაშიც რაღაც ეგეთი რაღაცებია გაკეთებული ბევრი, ანუ უფრო ტერაფორმთან ხო საერთოდ ვეიგრანტი არის, თორსები ეგ. ნაჩენი virtual environment, ну, ja, ძალიან აღარ ტიპია. რაღაცა შურს ეს ხალხის და ნიქსი აქვს, ან ნიქსი ყენებს და ძმა რა გიკიაჩი. ნიქსი. აი, წაკეთ ვიდეო არის, მინდა რომ აი ნიქს, იმიტომ რომ უკვე ბოლ პერიოდში იმდენი ლეპტოპი დავაკონფიგურე რა და დევაისი რომ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ხა რომ you gotta try Nix და აი ხა ვიხსენი მაშინ Nix-ი დაშვება. იმიტომ რომ ხალხმა არის ის არ ვიცი 1%-მაც კი. და მაშინ Vibe Talk-ი შემიძლია მაგაზე გავაკეთო. Vibe Talk-ია მაგრამ Nix-ი არის basically აი package lock JSON-ით, თქონდ სისტემური რაღაც ფაილებს. უბრალოდ შეიძლება თქვა რომ docker ფაილი არის, ოღონდ შენი ისეთი OS-ის რომელსაც იყენებ. Okay. ხო, sky description-ია. ხო, ანუ როგორც გავიგე, ხა მე აგიხსნე და თუ მიხვდები. თუ გავიგე, ანუ რეალურად
macOS-ში ხა მაქვს მე ბევრი ბრიუ პეკეჯი. ძალიან ბევრი პეკეჯი მაქვს რაღაცეები და ეს რომ მაგალითად სხვა macOS-ი ვიყიდო, ამებს ოფის ხელი და ყემა მომიწევს და Nix-ი არის რაღაც package manager-ი, ვით რაღაც კონფიგურაცია, რომელიც შევინახო ამ ყველაფერს და დამყვება device-დან device-ზე, ხო? დაახლოებით. კიდე ეგეთი რაღაც. ანუ ყოველ შემთხვევაში პრობლემა მე რაც მინდა გადავჭრა ეგ არის რა, ანუ იმის მაგივრად თო ყველაფერი ბრიუთი დავაყენო და ჩემი dot ფაილები რო იქ რაღაცა version manager-ები და ყველაფერი სწორად მუშაობდეს, მაგას გიგუარებს და რაღაც docker-ის გავს ალგორითმი მიყენებს, რომ რაღაც ესე layered სტრუქტურა ქონდეს, რომ ანუ საინტერესოა, იმიტომ რომ მე ეგ პრობლემა ძალიან დიდი ხანია მაქვს და ერთ-ერთი solution-ი იყო ჩემი .config ფაილები გავწია რეპოზიტორად. და იქ სკრიპტი მაქვს Brius-ი setup-ში, bash script-ია იდეაში და ჩამოწერილი მაქვს Brius კომანდები რა უნდა დააყენოს და ყველა მაგზე რო გადავდივარ, ამას დავკლონო, ამას გავუშვებ და მე მიყენდება. და მეც ანუ რეალურად ხა მაგ ანუ კლასიკური software engineering-ის არის რა თითქოს. მეც მაგ დაახლოებით ეგეთ სკრიპტია, ოღონდ არ გამიახლებია 1-5 წელია. და ანუ ორი არჩევანი მაქვს, ან Nix-ი და ვისწავლო და PhD დავიცვა Nix-ის გამოყენებაში. ან უბრალოდ ეგოდა და შეიძლება ორი ეკვივალენტი დრო იყოს ვაფშე. ან просто ჩამოწერო რა პეკეჯები. ნო? შენ როგორ შვები ხოლმე მაგას? თუ შენ ეგრე არ იყენებ. რას? მაგიდა მაგზო გადადიხარ ხელით აყენებ ყველაფერს. კი, რავი. ბრიუ რა. ხო, ანუ შენც ხელით შვები რა, როგორც ყოველთვის. ხო, მაგრამ ეხა მე ანუ რაღაცები დააყენე და ეხა უცებ რაღაც დაგჭირდა სამსახურში და აი ის არ გაყენებული ის პეკეჯი და ეხა უნდა და მე თან ყველაზე რთული არის მე პეკეჯი empty შეიძლება დააყენო, მაგრამ იმახო კონფიგურაცია აქვს მე. და აი კონფიგურაციას უნდა წახვიდე იმ კომპიუტერიდან გადმოიტანო და მაგიტო გავაკეთე ის რეპოზიტორის ჩემი .config ფაილის და რეალურად რავი დავკლონო იმას setup-შიც გავუშვებ ხოლმე სამსახურში იმას და ერთი ის მაქვს ხოლმე და თან კაი იდეაში იმიტომ რომ სამსახურში თუ რამე შევცვალე დავაკომიტებ და სახში ჩამოფულავ რა და რეალურად მეცვლება და Nix-იც ანუ ეგ პონტია. მე ხა პორტუგალიაში ოფსაიდზე ვიყავი წინა კვირაში და არ მქონდა ეგენი დაკომიტებული რა. რაც ჩემი device-ი მქონდა შეცვლილი და იქ რო ჩავედი, იქ ჩამომიტანეს ჩემი working laptop-ი რა. და ჩემ ცოლს წერდი აქ, რომ რაღაც messenger-ში გამოიგზავნა რაღაც dot ფაილები. აბა ხა ეს კომენდი გავუშვებ. და ეგრე დავასეთ. უცბად sudo rm-ზე ფიგაჩა შემთხვევით. შენ ხა გადახვედი როგორც ვიცი ახალ სამსახურში. კი. ხო და ბარემ მაშინაც პირველ დროებით მოგწერე ამაზე, ანუ კაი თემაა სასაუბრო ამ თემაზე თითქმის არ გვისაუბრია არც ერთ თუმართან ეს ძალიან ჩაშლილად რა. პროსტა მოგვიყევი ორი სიტყვით ეხანდელი job market-ზე რა ხდება, როგორი გამოწვევები და სირთულეებია სამსახურის შეცვლის და თან როგორც დაიწყეთ მე პირველ სამსახურს რო დავიწყეო რა და ეს პატარა შედარებაც გააკეთე რა. ხო. და დამწყებებს აინტერესებთ ხოლმე ხშირად ძალიან და მაგაციც რო თქვათ ადრე როგორი იყო ცხოვრება აქ დამწყებისთვის და ახლა როგორი არის. Okay. Ja. ხო, ну, საინტერესოა. ერთის მხრივ შემიძლია ამაზე ან ჩემი მოსწრებების და რაღაცების მოყოლა, მაგრამ მეორეს მხრივ ხა რო ვიტყვი ან დაახლოებით როგორ მოახდინე მე ეს პროცესი, მე შეიძლება გამოჩნდეს რომ არც ანუ ძალიან ბევრი ინსაიტიც არ მივიღე, იმიტომ რომ ანუ მე წინა კომპანიაში სადაც მუშაობდი 2020-ში დავიწყე, GoPro იყო ჩემი მეგობარი ზურას დაფუძნებული კომპანია ამერიკაში, ნიკაური ფანდინგით და ну remote team ვიყავი ძირითადად საქართველოსთან მათ შორის როგორც ახსენე ბიჭებიც მაგ მუშაობდნენ და ანუ education edtech პლატფორმა იყო რა and basically ჩვენი Zoom-ი დავწერეთ ზუსტად პანდემიის პერიოდი დაემთხვა მაშინ როგორც ყველა ჩვენი Zoom-ის აი კონფერენციის აპი დავწერეთ თავისი learning tool-ებით მაგალითად DAPA ეგეთი რაღაცები და სადაც 2022-ში გვიყიდა რა, რაღაც დიდმა Imagine Learning-ი არის ეგეთი education კომპანია. რომელიც არის 3000 თანამშრომელი ყავთ, მე მგონი რაღაც ტუტორების გარდა და ძალიან corporate და ხალხს ლექში რო ხალხსტუხიანი სურათები ვიყენე და ეგეთი და ქონდა გადაგვეთა მაგ კომპანია. ახლა? კი. მუშაობდი. საინტერესოა. ჩერეს რაღაცით. ხო, საინტერესოა. და ამიტომ მაგათმა რომ გვიყიდეს ან ჩვენ გუნდ ძალიან განსხვავებული იყო იმ გუნდების ან ძირითადად ეგეთი კომპანიაა რომ ვიღაცებს ყიდულობენ რა ან დიდად თავის ინჟინერი კულტურა როგორც მე ვხვდები ყოველ შემთხვევაში ან მგონი ახლა უყურონ მაგრამ არა აქვს რა
და ჩვენ გვიყიდე სადღაც პირველი 1 წელი ცოტა მეტი ასე ვთქვათ, გვაცალეს რა, ძალიან დიდი ავტონომია გქონდა და ჩვენ იგივენაირად ვმშაობდით და იგივენაირად შევთავდით რაღაცებს, ჩვენ კულტურა არ შეცვლა რა. მაგრამ მე გარკვეული თავიანთი პოლიტიკური იმების გამო დაიწყეს ნელ-ნელა ამ ძალაუფლების მოპოვება რა ამაში და ამის გამო ნელ-ნელა ფაუნდერები წავიდნენ და მას შემდეგ რაც სამი ფაუნდერი ყავდა კომპანიას და მესამე ფაუნდერი წავიდა, მეც გადავწყვიტე რომ მეცო წავიდე, იმიტომ რომ უკვე თავიანთი მენეჯერი დაგვინიშნეს და იმათი კულტურა შემოდიოდა რა. სტარტაპი უკვე ნამდვილად აღარ ვიყავით და მე მივხვდი რომ ხო, ხდებოდით enterprise, მოდი ხა დავნიშნოთ მიტინგი, რომ პოკერი ვითამაშოთ რამდენი ქულა და პირველად ეგ მიტინგის ინვაით რომ მივიდა და ეს ერთ-ერთი ფაუნდერი, ბოლო ფაუნდერი რომ გაუშვეს ამ თავისი პოლიტიკური მიზეზების გამო გადაწყვიტა რომ წამოსულიყავი და ამიტომ ეგ advantage მქონდა ესე ვთქვათ რომ უკვე მქონდა სამსახური და ისევ ეძებდი ამიტომ დრო მქონდა რა ჯერ არ წამოსულხარ დაიწყე ძებნა რომ მიხდი რომ წამოვიდე მაშინ აიწყე ძებნა ხო და მაგიან ალბათ ის ვისწავლე რომ აი ჩემო მოვალ თავსაც ვასწავლდი რომ ეგ არ უნდა დაგჭირდეს იმისთვის რომ ძებნა დაიწყო საერთოდ არ უნდა დაგჭირდეს რომ რაღაც red flag-ები მოხდეს შენს current სამსახურში რა ისედაც ალბათ სულ შემოყოლოდღე ამ რაღაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა რომ იმიტომ რომ სამსახურის შეცვლა ყველაზე კაი მეთოდია თუნდაც promotion-ისაც და ბევრი რაღაცა სამწუხაროდ რა სამწუხაროდ შეფასის მომატების ხო სამწუხაროდ რატო სამწუხაროდ იმიტომ რომ გამოცდილებას იგროვე ბევრ რაღაცას ნახულობ იდეაში აგეთქვი რატო იმიტომ რომ მაგალითად საქართველოში ვთქვათ აი სტაბილურობას ამბობ აი საქართველოში ვთქვათ დღესდღეობით საქართველოში ძირითადად ინჟინრები თამაშობენ top sub კომპანიაში. არ დავასახელებ ამ კომპანიებს, თქვენ დავწყვეტეთ რა კომპანიები. აქეთ-იქით გადადიან. რატო? იმიტომ რომ იქ რომ მიდის ოფერით, რომ ამან დამაოფერა, ეს არ უმატებს. მიდის მე იმასთან და გადადის იქ. მე რამდენიმე წელიწადში ესენი მისცემენ ცოტა მეც. როცა შეიძლება უბრალოდ რომ რავი პრომოუშენი გავუკეთე და მოუმატე. ახლა მე დარჩება. ეგ იმის ბრალია რომ პატარა კომუნიტი ვარ და ძალიან ცოტა მე. ხო, ეგ ამერიკაში ციგრია. ხა რატო? გლობალურობაზე? რატო ამ კომუნიტის ბრალი? ეგ კომპანიის ბრალი არ არის, კულტურის ბრალია. მე მაგალითად შენ რო იყო ჩემი კონკურენტი კომპანია და ავთო რომ მუშაობდეს ჩემთან და შენ რო ავთოს უხდიდე პირობითად 3000 ლარით მეც და ავთო რომ მუშაობს ჩემთან 6 წელი როგორ შეიძლება ხა რავი ანუ 3000 ლარის გამო თუ ამასთან რაღაც პერსონალური ბიფი არ მაქვს როგორ შეიძლება რომ რავი წადით გუთხე რაღაც ანუ ანლოგიკური მგონია რა ანუ შენობა კულტურის ამბავია კულტურის ხალხი საქართველოში სპეციალურად გადის გასაუბრებს სხვა კომპანიაში რომ ოფერით მივიდეს თავის employee იმასთან ნუ კონკურენტთან მენეჯერთან და ეგრე უმატებენ ხალხს არ უმატებენ ეგ არ არის ხა ლოკალური ის რა რეალურად ხა მეც აი GoPay-ში დავიწყე 2020-ში რა შენ რო უთხარი შენ ან წინა კომპანიასაც მუშაობდი იმას რო უთხარი რომ მეთქი მივდივარ ხა და აი ესე ჩემი მეგობარმა რაღაც სტარტაპი აფუძნა და იქ უნდა გადავიდე და ან ძალიან ესე მიიღო რა და ცოტა გამიწყდა რომ მეთქი ან არ გეწყინა ან რაღაცა და ან თუ მეგრე იმიტომ მიიღო რომ მეორე დღეს დამირეკა და კაიო რაღაცა ამდენს გაძლევო ანუ ეგრევე რაღაც კონტროფერი დაგიდო ხო კონტროფერი დამიდო იმიტომ რომ ეგონა ანუ იმდენად ბუნებრივი იყო მაგისთვის რომ ანუ ამიტომ არ არის ეს ლოკალური რა ეგ კომპანია სან-ფრანცისკო ბეიზდი იყო ანუ ჩვეულებრივი ამბავია ეგ რომ შენ counter offer-ებით ითამაშო რა და მე რაღაც ვიცი ყოველ შემთხვევაში იქაც ეგრე ხდება რომ ძირითადად არაძლევენ და მიდიან და რაღაც ნუ ის გადახვედი შენ ამან იმიტომ მიიღო ეგ წყანად რომ ეგონა რომ ჯერ ბლეფაობდი რა ანუ ეგონა რომ უბრალოდ იმით თამაშობდი და მეტი ხალხი ხო და ანუ ნუ მაინც გადავედი იმიტომ რომ მინდოდა და რეალურად მაინც რაღაც competitive იყო ორივე ოფერი მაგრამ თუნდაც აი როცა ეძებ თუნდაც სამსახურს რა მაშინაც რა არის იდეალური ის რომ ერთგან კი არ გაიარო გასაუბრება ხო უნდა გაიარო ერთ 5-გან რაც შეიძლება მეტი ოფერები შეეცადო რომ შეაგროვო და მე თქვა რომ კომპანიაშიც გინდა რეალურად იმათმა თუ ყველაზე თქვა შედარებით ნაკლები მოგცეს ნეგლევერიჯი გამოიყენა რომ იცი აი სხვაგანაც მაქვს და იქ წავალ მაშინ და ასე შემდეგ რა დღევანდელ მარკეტში თუ მარკეტზე რამდენად რეალურია ეგ რომ ბევრთან გქონდეს ეგეთი კომანდენ რეალურად გასვლა რა ნუ ეხლა გასაგებია შენი სტეკი კიდე ცოტა ყველაზე სტეკიდან განსხვავდება ყველაზე მეტი შენი სტეკშია ჯობიც
მაგრამ მაინც ხო რაღაც პრობლემები არის დღეს ბაზარზე. ის მაგალითად 2021-ში 10 ჯერ უფრო მარტივი იყო ოფერამდე მისვლა, ვიდრე დღეს არის და შენ თუ გქონდა ეგეთი სირთულეები გადასვლისას. ხო. ნუ ეხა მე აი დაგოსთვა მაგალითად რავი, მოგწერს რომ მაგალითად დაინტერესებული ვარ ვისაუბროთ და მე გქრება ტიპი. ხო, ანუ ეხა ვიტყვი, თქვათ რატო არ გქონდა მსგავსი ის რა. ეხა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ნუ ერთ-ერთი თავი პრობლემა რაც არის თქვათ, არის თვითონ რეკრუტერის ხარის, რომ ისეთი რაოდენობის CV შეძდის და მათ შორის პლუს AI generated და რაღაც რა. ანუ პირდაპირ ნემს ეძებს იმაში რა, TV-ს ზვინში. ნუ ეს მინიმუმ ეგ არის, ამიტომ ნუ ცოტა ძალიან ზგული არ უნდა დაგწყდეს თუ უბრალოდ რომ მიწერ რაღაც კომპანიის საიტზე რომ დაააპლაიებ რომ თუ არ გიპასუხეს პერსონალად არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ აი პატარა კითხვა მანჩა და რეზიუმეში გიწერია რომ საქართველოდან ხარ. მე მგონი არ მწერია ეს, მაგრამ ხო. მე მგონი არა, ხო. მე მგონია ხოლმე ხან. მაგრამ ეგ საერთოდ გეწეროს, რომ აი რავი, address-თან რაღაც based on თვილი, ან ზოგს ინტროში უწერია ხოლმე რომ მე ვარ ეს და based on LinkedIn-ზე ხო გადმოდიან ეგრევე, შენ თვითონ შეგრია მაგათ რა. რომ LinkedIn-ზე რომ მაინც გაიგებს რომ ხანაში ვარ. ან მე ან რატო გითხე? ანუ მე გონია ხოლმე რომ მით უმეტეს ამ ბოლო რაც პოლიტიკური მოვლენების გამო და ისედაც რაც COVID-ის მერე ეს აი ლეიოფები და რაღაცები რომ მოხდა, გონია რომ ძალიან ბევრჯერ იფილტრება ლოკაციის მიხედვით რა. და რავი, CV-ში შეიძლება უბრალოდ ფილტრში მოყვე და შენ blacklist-ში ხარ. ხო, ნუ ისედაც ახლა რომ დააკვირდე მაგალითად Hacker News-ზე, ხო არის ხოლმე რომ who's hiring რა. ყოველთვის იდება და who's looking for a job. და who's hiring-ში ხშირად უწერიათ რომ აი ამ time zone-ში ვარ ჩვენ remotely ვეძებთ და აი პლუს მინუს 2 საათი ვთქვათ. ამიტომ რეალურად ხო time zone-ის ხრივაც არ არის კაი საქართველოს რა. მაგრამ მაინც ასწლიანები ვარ უმეტეს. ანუ რეალურად ანუ მაგან ვიდეო რომ ჩემი პასუხი არის რომ საბოლოო ჯამში network-ი წყვეტს რა. ანუ რომ ვამბობდი რომ ეხლა რატო მინდოდა თქო პოდკასტი დაწყება, მათ შორის იმიტომ რომ გამისნო ხალხი რომ ვინც ისეთი რაღაცები დაინტერესდება რა. იმიტომ რომ ეხლა ამას თუ უსმენ მაგალითად, ანუ რაღაც შენ თავისუფალ დროს უთმობ რომ კიდე რასაც სამსახურში აკეთებ, მას უსმენო და ანუ გისწორდება რა. რაღაცა დაინტერესებს ხო და ეხლა ჩვენ რომ მოვაწყოთ თქვენ თქვათ რომ მოდი ხვალ ვიკრივებით სადღაც მოვა რაღაც რაოდენობის ხალხი რა. და რომ მართლა აინტერესებდა. ამიტომ ნუ network-ს ძალიან დიდი ისა აქვს, იმიტომ რომ ძირითადად ანუ ეს remote job-ები რაც ხონია, ანუ წინა ჩემი რაღაც მარკაცი იყო founder-ი ამ network-ის ეფექტია, ეს სამსახური ჩემმა მეგობარმა დამარეკომენდა და ანუ მაგით მივიღე ის რომ იმ CV-ების იმაში არ აი ის CV-ები არ გამივლია საერთოდ ჩვეულებრივი დანარჩენი გასაუბრებები გავიარე რა. ანუ ხო, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კაი skip-ი არის recommendation. recommendation-ი რომ მიხვიდე არის networking-ი გქონდეს და ხალხს იცნობდა. ხო, ერთ-ერთი ყველაზე კაი ტრიკი ეგ არის რა. ანუ მეორე არის რომ აი ალბათ big tech სახელი თუ გიწერია რაღაც რა. შეიძლება ეგეც იყოს აკი რა. Google-ში თუ გიმუშავია ერთი წელი ამოვარდები რა. მე იმიტომ მე ძალიან არარეალური მგონია რომ დღეს LinkedIn-ზე რო ჯობები იდება. წარმოგიდგენია მან დრო და ერთადერთი exception-ი მან გვაქვს ზუბა ხო ტიპმა Rockstar-ში ანუ ტიპი რომ არა ეგ როდის იყო? ტიპი ეხა 2 წლის წინ რა. ტიპი რა უნიკალური ანუ Rockstar-მა წარმოიდგინე და რაღაცა რენდერინგის პროსტა Apple-ის დავაჭირო და დამირეკეს. მაგრამ ზუბას მე ჩემელებს გავსი ისინი მოყვა. ზუბას background-ი ის ქონდა რომ Ubisoft-ი ეწერა უკვე იმაში. ხო, big tech აი გქონდა. 2018-19-ში აი Twitter-ის რეკრუტერების მიწერია რა, რომ აი Twitter-ზე რო დაპოსტავ, თქვა Twitter-ის ვიღაც ერთ-ერთმა ინჟინერმა რომ ვეძებ ვიღაცას და DM-ში რომ მიწერია და რომ მოუწერიათ და გაგვისაუბრია რა. ანუ გასაგებია რომ არ ამიყვანეს მაშინ მით უმეტეს, მაგრამ ნუ არ მაქამდე მივსულა რა. ანუ დღეს რა თქმა უნდა ძალიან შეცვლილია, მაგრამ ხო აი ეგ რაღაც თეფი რომ მაგ პირველ იმას CV-ებს აცდე რა. ხო რეალურად ანუ თან რამდენიმეში რეალურად ვიცოდი რომ ეხლა სადაც დავიწყე მან ვიდეო და დაწყება რა. რაც ნუ რაც გასაგებია რომ გასაუბრებს არ უნდა თქვა, ლევერჯი კარგავს, მაგრამ მაგიტო თავიდან ვფიქრობდი რომ რადგან თქვათ რეკომენდაცია მაქვს და ჩემი თავის იმედი მაქვს რომ დაარჩეს გავლი, არც დავეფლაიებდები რა არსად. რა ისე დაეთქვა რომ რაღაც ანუ შობის პერიოდი იყო. ყველა რო ისვენებდა და ეს პროცესი ცოტა ის გაიწელა რომ მეთქი ბაემ დავარისერჩებ და
მივწერე კიდე სხვა მეგობრებსაც რა და რეალურად ამ სამ კომპანიაში გავიარე საბოლოოდ გასაუბრება და სამივეში ანუ რაღაც რეკომენდაციით რა და საბოლოოდ სადაც მინდოდა იქ დავიწყე რა. მაგრამ აი რაღაცა რა რაც ბევრისგან გამიგია ამ ისტორიის უყვები არის რომ აი ხო აი ნეტა ტექნიკურ გასაუბრებამდე მიმიშვა რა და მე ისკნება და საინტერესო ის იყო რომ ეს გასაუბრებები რომ გავიარე ტექნიკური გასაუბრება იყო თქვათ ხშირად 5-დან 1 ან 2 რა ანუ ტექნიკური ყველაზე დაბალი ის ხონდა რა თითქოს წონა რა იმიტომ რომ თან თვითონ ისინიც თითქოს არ იყო ისეთი რთული ნუ მე გავიგე სტატისტიკები რომ საკმაოდ ბევრი იჭრება იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო ანუ ეხლა მაგალითად რამდენი უცხოურ კომპანიაში გამივლია გასაუბრება ყველგან 2 ტექნიკური მინიმუმ არის 3-იც მქონია და შენ 2 არის უეჭველი მინიმუმ ერთი live coding-ი ერთი ის ხო live coding-ი მაგ ეგეც რა საინტერესო თუ საიდუმლო არ არის ხო ალბათ ეხლა სადაც მუშაობ მაგისას არ უყვევი მაინც იმიტომ რომ ხო ის არის live-აკი გამო ხო დანარჩენებზე ამას კონცეპტუალურად ვიტყვი რომ ეგეთი ანუ ძირითადად უფრო culture based გასაუბრებები იყო რა და დანარჩენებში თქვათ ერთგან take home-ი მქონდა და მე ამ take home-ზე reflection-ი kinda და ყველაზე მეტად ეგ დამეზარა იმიტომ რომ ანუ სანამეს მე live coding-ი მირჩენია ხოლმე მე მაგალითად სანამეს გავაკეთე უკვე სხვებიდან მიმიღეს და მე არ მგონია რომ take home დავალება საკმაოდ დიდი red flag-ია რა. ანუ კომპანიის თუ როდესაც კომპანია იძლევა take home დავალებას რა. ამიტომ შეუძლებელია რომ ჩემი ცოდნა ტიპმა შეამოწმოს take home დავალებით. ამიტომ რომ მაშინ მაგას უნდა დავუწმო ძალიან დიდი დრო და შესაბამისად seniority რამდენად გამოჩნდება, რამდენად უღირს იმ seniors პირობითად რომ მაგდენი დრო დახარჯოს მაგაზე რისიც ან აიყვანენ ან არა ეგ კიდე სხვა ამბავია. ამიტომ მე მაინც გონია რა რომ უფრო seniors გასაუბრება უფრო კონკრეტულ მაგალითებზე მორგებული უნდა იყოს, უფრო live coding-ით სავარაუდოდ ალბათ რა. და ხო ან ძალიან ისეთი რა პრაქტიკული რომ გამოცდილება ჩანდეს ამ ადამიანის და არა take home ტესტი რა. მე take homes ესე გავანალიზებ რომ მე თუ კომპანია ვარ, შენ take homes იმიტომ გაძლევ. იმიტომ კი არ გაძლევ რომ შენ senior-ით შევამთო რამდენად guru ინჟინერი ხარ. რამდენად აი builder-ი ხარ, აი რამდენად შეგიძლია job-დან, ანუ საქმე გააკეთო რა. ფეხებზე მიდია შენ ბოდიში და ანუ ფეხებზე მიდია რას იყენებ, ChatGPT-ს გამოიყენებ, რას გამოიყენებ. მაინტერესებს უბრალოდ end results. რამდენ ხანში მომწევ შეკრებილად. ეგ გონია take home-ის გამართლება. ხო. მაგრამ გონია რომ დღეს რეალურად kind of makes sense მithomets. თუ მე ინჟინერულად მაინტერესებს შენი სიძლიერე რაც ხა შენ თქვი, რომ შეაფასებო. მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ take home-ით ვერ შეაფასებ. რავი დავსდები და 10 take home-ები მაგაკეთებული, ავი სტატიები მიკითხია და რა მიქნია, იცი, ანუ შევსულ ვარ იმ ტექნიკური ტიპების LinkedIn-ებზე, ბლოგები წამიკითხე, იმათი რა ევასებათ რა მოსწონთ. მე წავედი ისე ეგ არ არის, მე არ ვარ რა მაგ შემთხვევაში რა. შენ გერგები მაქსიმალურად, შენ რაც მოგიწონება ისე წარ. და მე მაგიტო live coding-ი მისჩვენია ხოლმე რა. ნაკლებ რასაც ხარჯავ დროს და რავი იქვე იმ live coding-საც გააჩნია რას გაწერინებენ. ეგ არის მნიშვნელოვანი რა. რა მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით ანუ live coding-ში ხანდახან ანუ მე ჩამიტარებია ჯამში რაღაც 50 ინტერვიუ რა. მარტივ იმეებში რაღაც ამოცან აქვია თუ პრობლემებში. ხანდახან ბევრი რამე ჩანს რა, იმიტომ რომ მარტივ რაღაცას რო აძლევ ვიღაცას უფრო სენიორი ხშირად ხვდება საერთოდ შენი მიზანი რა არის. და აი რო ხვდები რომ ის მიხვდა შენ მიზანს და უკვე პირდაპირ რაღაც ისეთებზე გელაპარაკება რომ აი მარტივ რაღაცას მე 1 წლის მე რა შეიძლება კონდეს ზიანი რა. მან ჩანს ხოლმე რა ეგრევე ის და ისწრებუნება სამკითხო დამთავრება ვიცი ხოლმე. ხო და ანუ პრინციპში დროს ზოგავ შეიძლება რა და თუ მეორე მხრივ თუ მაგაზე გაიჭედა ვინმე ეგრევე ფილტრავ რა. ხო, მაგიტო მომწონს live coding-ი რომ ანუ თავარი მან დისკი არ არის ფუნქციას რა პარამეტრებს ეპირად იცოდეს იმის ფიქრის პროცესი კარგად ტრანსპარენტულია რა. კარგად ჩანს წერისას რას ფიქრობს. ну თქო ხმამაღლა მანდ ხო ერთ-ერთი ყველაზე green flag-ია live coding-ზე უნდა ილაპარაკო რა. ანუ რატო ეკეთებ ამას რატო და თუ კაი ინტერვიუერია ახლა ეგ ხორთულია ზოგადად. ანუ გეხმარება რომ თავიდან ერთი შეიძლება 5-10 წუთი აი მე თავი ფიდბექი ინტერვიუებზე ზოგადად მქონდა რომ
აი პირველი 5 წუთიო გიჭირსო გახსნაო რა. იმიტომ ნუ ეგრე ხა. სხვა ადამიანს ელაპარაკები over the internet თან დაძაბული ხარ გინდა რომ აგიყვან და თქვენ დამისვას რაღაც ხო. და მე რო გავიხსნებოდი ხოლმე, მეხსნებოდა რა ის და ეგ ქონდა მაგალითად ის და აი ინტერვიუ დაგიხმაროს რა და. ხოდა ჩემს რატო იყო ხა culture ისინი ადრე მეც რაც გამივლია და მით უმეტეს ხა მე არასდროს არ გამივლია, მაგრამ მეგობრებისგან რო გამიგია რომ აი top ტალი და მსგავსი ტიპის ისინი გაუვლია და ეგენი არის ძალიან ტექნიკური რა. იმიტომ რომ ეგენი სხვა ტიპის კაცს ეძებენ, მაინც გონია რა, ხაინდა და როდესაც ახლა მე ესეც მაგალითად Lightdash ახლა ვშავ არის YC სტარტაპი რა. და მით უმეტეს რაც ეს AI თემაც გაჩნდა, მე მგონი ყველა ეძებს უფრო აი product/engineering ტიპს რა, რომელსაც შეუძლია რომ აი user-ებთან კონდეს კომუნიკაცია. რაღაც ყველა სხვადასხვა დეპარტამენტებთან ჭყალებში ან ვიღაც ყველასთან შეეძლოს კომუნიკაცია, რომ აი ხა ეს პრობლემა მაქვს და რაღაც რო დაიბლოკება, რომ როგორ მოიქცევა და ანუ შეეძლოს არეძებს ვიღაცას. ო იმას კი არეძებს რომ რაღაცა universe square root-ი გააკეთოს კარგად რა. რეალურად იმას ეძებს რომ ვისაც უფრო ლაპარაკი შეუძლია. არა მარტო ანუ ლაპარაკი ან თვითონ პროდუქტის life cycle-ში შეუძლია რომ დაიწყოს თქვათ თუნდაც დიზაინერთან ისაუბროს, მერე კოდში გადაიტანოს, მერე ეს თვითონ წაიღოს production-ში, ამის ინფრაზე გამართოს, მერე user-ებს ელაპარაკოს, user feedback-ი მიიტანოს product-თან. გაიაროს და ანუ ფაქტობრივად საბოლოო ჯამში მივალ. მაგრამ იმას ვერ იტყვი რომ თან ანუ ყველა ამ კომპანიას მე ვცდილობ კი არავინ არ ამბობს რომ ანუ ძალიან ბევრი დეველოპერი ყავს და აღარ გვინდა აყვანა რა. ყველა ეძებს ხო? რეალურად ჩემი აზრით bottleneck-ი არის თვითონ ამორჩევა რა. და ეგ არის და ამიტომ რაღაცნაირად ანუ ამ network-ი იქნება თუ შენი რაღაცით რა. ადრე იმიტომ იყო ამორჩევა მარტივი რომ ცოტანი იყვნენ და მარტივი იყო 10 კაცი რომ მოდის შემთან მარტივი ამორჩევა. ჩემთან რომ მოდის 200 კაცი, 200 კაცი რომ ამოვარჩიო რთულია, ამიტომ ლოგიკურად ბევრი განაცხებული რჩება, იმიტომ რომ რთული. თან შენ თავიდანაც თქვი რა, ანუ bare minimum-ს მატებ. 5 კაცი რომ მოდის, შეიძლება bare minimum დაბალი მქონდეს, მაგრამ 200 კაცი რომ მოდის, რო გავარკვევ ხამროს და როგორია, აი დღესთან თამასას ვწერე. რომ რაღაცნაირად გამოვარჩიო ეს ტიპები, თორე შეიძლება ის ძველებური bare minimum დღეს ყველა მიცოდეს, ხო? თან ყველა კომპანია სხვადასხვანაირია რა. თვითონ იმის ხო. ეხლა ის დანარჩენი ორი კომპანია სადაც გავიარე, დიახ არც მომწონდა რა, მაგალითად ვიცოდი რომ აქ მინდოდა დაწყება რა. იმიტომ რომ უფრო ისეთი culture იყო, რომელიც მომწონდა რა. შესაბამისად სამივე ძალიან სხვადასხვანაირია, ეს take home-ი ქონდა, ამათ ეს live code-ი ქონდა და ერთს ქონდა ის უფრო მეტად coding-ის რა, სადაც რაღაც სტეპებად ნელა თქვა 10 სტეპია, ნელა რთულდება და რაღაც 5-მდე თუ მიხვედი, კაია, მაგრამ თუ თქვათ რაღაც 8-მდე მიხვედი, მაშინ ნიშნავს რომ მაგარი ხარ, ხო? თქვათ და ნუ ეგეც ფანი იყო რა, რაღაც მომენტში თქვათ იმათ მე აღარ გამივლია მე, იმიტომ რომ იქ უკვე სანამ იმათ თან ეგეც არის, რომ ანუ ამების მენეჯმენტი, ან დრო და გამოყო 1-3 თვე ამაზე მინიმუმ რა. რომ ეს ყველაფერი გაიარო და ყველა out of sync არის მე. full-time job-ია ჩაულები. ხო, out of sync არის, ანუ თქვა და ესენი უკვე offers გაძლევენ, თან არავინ არ გაცლებს თქვა 1 თვე რომ შენ მოიფიქრო და იმათთან და არ გაქვს დამთავრებული რაღაც system design-ის ის რაღაც რომელზეც რაღაც წიგნიო წაიკითხო ხა რომ ანუ იგაია ხო და მე ამბობ რაღაცაზე რომ ის, მაგრამ არ ქონია ისეთი შემთხვევა რომ გასაუბრებაზე უკითხავთ რაღაც ისეთი სიგიჟე, რაც საერთოდ არც უნდა შედიოდეს შენს კომპეტენციაში ან სადაც არა ხო? ოღონდ საინტერესო ისტორიას მოყვები რა. აი წინა სამსახურს სადაც მუშაობდი, შოგანი იყო ეს ხო, რაღაც drag and drop page builder-ი e-commerce-ისთვის რა. ესეც YC კომპანია remotely რა. და ეს მანდაც რეკომენდაციით მოხდა. ხო. მანდაც ირაკლის რეკომენდაციის ჩემი მეგობრის, რომელთაც ეხა აქვს რა. და ანუ ესე მოხდა რაღაცნაირად, რომ იმ კომპანიის founder-ი იყო ჩამოსული საქართველოში და იმიტომ რომ უკვე ეს სამი ქართველი მუშაობდა ამ კომპანიაში. და ჩამოვიდა რა, for fun. და ანუ ჩემი გასაუბრება იყო ბარში. ანუ ფაბრიკაში, ბარში, რაღაცა რომ აი რასაკეთებ. უთხარი რომ ამას ვაკეთებ, სხვა შორის მაშინ ლეპტოპი მქონდა. რაღაც ამას ვაკეთებ და ანუ ეგრე გავიარე, ეგ იყო პირველი და მე მეორე ჯერ ცოტა უფრო სერიოზული, მე negotiation და ეგრე ამოყვანეს რა. ამიტომ ნუ ძალიან დიდი გავლენა აქვს, რომ ვიღაც networking-ში ვიღაცებს იცნობდე, რაღაც მომენტში სწორად გილას მოხდე, სწორად როგორ უნდა მოხდე, რომ ვიღაცებს უნდა ქონდეს ურთიერთობა და რაღაცები გაინტერესებდეს და ასე შემდეგ და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით ჩვენც და თქვენც ძალიან დიდი საქმეს ვაკეთებთ, ეხლა იმაში არ გამომივიდეს
ფლექსაობაში, მაგრამ მინდა რომ ბევრმა გააკეთოს ესეთი რაღაც, იმიტომ რომ რეალურად აი კორონამდე კორონას მე რას თქვი რა. კორონამდე community-ები ბევრად უფრო ცოცხალი იყო საქართველოში. ო, მოძრაობა იყო. იმიტომ რომ 10 კაცი იყო სულ და მაგის ხარჯზე ჩანდა ეგრე ჩემი ასეთ რა. პირიქით არ უნდა იყოს 10 მეტი. რანაირად წლები გავიდა და გაიზარდა თაობა. ხო, მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ეხაც ანუ თვითონ დეველოპერი შეიძლება ბევრია, მაგრამ აი ესე community რა იყო ტექ რა. თქვენს ახლა იგივე სტუმრები ყავდათ. რაც თქვათ შეიძლება ან მაგალითად ადრეც ხო იყო რაღაც პოდკასტების ცელობები რა 2-3 ეპიზოდები რო არის და ედეგა რა ანუ ხატო თქვენთანაც იყო მაგალითად და მაშინაც იყო და იქაც ბევრიც ვიყავი და ანუ საერთო ჯამში მე მგონია რომ შეიძლება ხენატრება არის ის რომ აი ცოტანი რო არიან ერთად ყველა ერთმანეთში კარგად არიან და რაღაცა რა როცა ეგრეც ვიზდება მე community-ს ფართოვდება და ეგ სიახლოვე იკარგება რა ასე თუ ისე რანაირად ეხა უყურე აი გეტყვი გახსოვთ თქვენ 2016 იყო 17 ჩაატარეთ თავისუფალში functional meetup-ი. ანუ მაგის მერე იყო ბოლო მე მგონი მაგის მე და მერე იყო კორონას დროს React JavaScript-ზე იყო ხო. მაგრამ ეს უფრო ოფიციალური იყო რაც კონფერენციას უფრო გავდა რა და ის functional meetup იყო მინდა როფლი აი სასტავად page გააკეთა იქ საფარა მოდით რაღაცა და მივიდა ხოლმე დაждდა და რაღაც ის კრეკერები იყოს რა და აი მე ეგ მისწორდება რა მე გონია რომ ეგ არის ყველაზე მაგარი სადაც ხალხი შეიძლება გაიც მე ხა მაგას ვთქვი ეხაც ეგ მინდა რა ხო და შეხედე ხა მაშინ ხო ანუ მაშინ ხო არსებობდა n რაოდენობის დეველოპერი ინჟინერი მაგრამ იქ ხო ვიღაცები გამოჩნდნენ ინიციატორები რა და ყველაზე ხადობა რა იყო რომ მაშინაც ესენი ვერ პოულობდნენ იმენა მახსოვს ადრე იმ საფარამ დაწერა სტატია რატო უნდა გამოხვიდე და იყოს სპიკერი იმიტომ რომ ტიპები აკეთებდნენ და სპიკერს ვერ პოულ თვითონ გამოდიოდნენ ან შენ გამოხვედი მაშინ კიდე ერთი ბიჭი იყო სახელი არ მახსოვს ანუ თვითონ ისე ვინც აკეთებდა ისინი გამოდიოდნენ სპიკერებად მაგრამ ხო ანუ мотиваცია ხო ჰქონდათ რაღაცა რა ანუ ენთუზიასტები იყვნენ ეხლა ნახე თუ 100 კაცში გამოჩნდა 3 ენთუზიასტი ხო თუ 100 კაცში გამოჩნდა 3 ენთუზიასტი სიტყვაზე იყო 100 კაცი ეხლა შევეცდები რო გაიზარდა ეს გახდა 1000 როგორ შეიძლება მანდაც არ გამოჩნდეს ხა ვიღაცა რომ ინც აიღავი რა გააკეთებს. ხო. ხა ან მაგ meetup-ამდე რა. სხვა შორის აი მაგ functional programming meetup-ზე გავიცანი ირაკლი ჯანიაშვილი. აი გიღო მესამე სპიკერი. ელმზე ხონდა. ხო, ელმზე ხონდა. და ანუ რაღაც რო ვისაუბრეთ, მაქედან მე დამარეკომენდა იმ კომპანიაში რა. მაგრამ მაგ meetup-ამდე აი მე დავაორგანიზე ლარაველის meetup-ი რა. და ერთადერთი სპიკერი იყო ლეონ ველჯანიშვილის ტიხოზე. და რო დავაანონსე რომ მეთქი ხალხო აი ანდროს არის რაღაც ჯეოლებში meetup-ი და სპიკერი იქნება ლეონი და ხალხი ვიკომენტარებდა მაშინ მახსოვს რომ რა არის მე ერთი სპიკერი რატო ყავს? ой არ უნდა მეცა. რა უბედურება რაღაცა მაგარი disappointed იყო ხალხი. მეთქი არავინ არ მოვა ეხა და მე რაღაცა მეც ვიჩალიჩე რაღაცა ბევრი აფეროც ვეჯერ კიდე, მაგრამ რაღაცა PHP-ზე რაღაც თუქი გავაკეთე. მეც რომ მქონდა რომ ვითომ ორი ყოფილიყო და გაივსო ეს ჯეოლოგი რა ანუ იმდენ ხალხი მოვიდნენ რომ ძალიან მოწყურებულია ხალხი ეგ რაღაცა და ეს ეგრეა შარშან წინ პირველად ჩატარდა ეს Apple-ის iOS-ის ორგანიზაცია გაკეთდა და iOS-ის რაღაც პატარა community meetup-ი გაკეთდა ხალხი რომ ელოდებოდა რაღაცა ცოტა ადამიანს ანუ ადგილი აღარ იყო ჯეოლოგში ანუ სულ სფეროზე იდნენ მაგრამ მე რა არის იცი მე მაგ ხო ეს აქტიურობა გაიჩიტა მე გაკეთდა Discord-ი და რაღაცა ყოველას იმედი ქონდა რომ ამ Discord-შიც ხალხი ეგეთი აქტიური იქნება არა ისევ მარტო 3 კაცი 2 კაცი აქტიურობდა იქაც მაგრამ ეხაც რომ მოვინდომო და meetup-ი გააკეთო ყველა მოვა მაგრამ მე ხო იცი რომ აი Facebook-ი არის მაგალითად read heavy database-ებს იყენებს რა იმიტომ რომ 100 read-ი აქვს და 1 write-ი რა და ნუ ყველაფერი ეგრეა რა community-ც რომ ვიღაც ჭირდება რომ იყოს ვინც main things უკეთებს რა და როგორც მეგობრობებში ცხოვრებია რა ცხოვრებაში რომ წამოდის ადმას წამოდით ბიჭო არ გვინახოს ერთი წელი ერთმანეთი და აი ვიღაც მეგობარი ხო ყავს შენ თუ არ დავორეკე ერთი 3 წელი გავა და დოტას თამაშობს ხარადგება იქით ო ანდეს ხო და მაგიტო ფიქრობდი რომ ის დავამთავროთ ჩემი სენტენსი რომ ჩვენ ახლა მაგ მომენტში მე მგონი კარგ საქმეს ვაკეთებთ იმიტომ რომ Discord თქვენზე ვთ ხო? ანუ ხალხი იცნობს ერთმანეთს თვითონ შიდა კომუნიკაცია აქვს და უფრო ვითარდება იმიტომ რომ დღეს ეგ community-ები იქ LinkedIn-ის პოსტს დაალაიქებ და იქ თავდება ეგ კომუნიკაცია რა იმის იქით აღარ გადადის. კაი, ცოტა უფრო ტექნიკურად სხვა შორის ანუ რაღაც meetup-ი გქონდა და მე ანუ in person meetup-ის გავაკეთეთ და
ან დაახლოებით 10 კაცზე მეტი მოვიდა რა. რაც ძალიან ის იყო რა, სასიამოვნო, ახლა ვცდილობდი რომ მენახებინა ფოტოები და ხო, ანუ საკმაოდ კაი ოქურენსი იყო, აი ეგ ძველი ვაიბი. შვენიერი. ამოიყო და ეს ამოვანათოთ. ხო, უდავეცადოთ მე მგონი რომ რაღაცა ანუ თუმეტეს ორი კომუნიტის შერწყმით უფრო ფანი ხდება რა. და ანუ მე ხო რა, მე მენატრება იქ. მაშინ რაღაც უფრო აქტიურობა იყო და ვერ ხვდები ხა როგორ შეიძლება დღეს უფრო არ იყოს, თუმცა ხალხიც მეტია. საშუალებაც მეტია მოძიების, რავი. მაშინ დისკორდი სად იყო რა დისკორდი. TeamSpeak. ხო, რავი, არ იყო რა, ეგეც Facebook-ის ჯგუფებში იყო. ახლა ისეთ რამეს უთქვია, შენ გაგისტორდება, მაგრამ რა. ანუ ეს ხალხი, ანუ ხო გაიზარდა რაოდენობა დეველოპერების რა. მაგრამ ანუ კიდე ერთხელ იმ ტოპიკს რო დაუბრუნდეთ რა, ახლა ვინც ამას უყურებს თქვა და ვინც ეგეთ მითაბზე მოვა, რა ეგეთი ხალხი, ანუ არ იყო მოტივირებული იმით, რომ development-ი გახდა ძალიან profitable სპორტი რა. ხო, ანუ just ანუ იმით იყო მოტივირებული, რომ აი просто მოგწონს რა რაღაცა ჩირკედელაობა და რაღაცები და თან ხო რეალურად ხა მეც უნდა როცა დავიწყე, მაშინ სულ არ ვიცოდი, რომ profitable ხდებოდა რა. ანუ კაინდა გამიმართა. ნუ თეორიულად მომავლის პროფესია არსებობდა მაინც მე მგონია, მაგრამ დეტალურად ალბათ არ ვიცოდით რა. ანუ ხელფასი არ ვიცოდი რამდენი მექნება, არც მიფიქრია. ვავი, არ ვიცოდი ძმა, ანუ იქ 3 წელიწადში თუ ყველა იყო და აუ პროგრამირებელნი ის და მე ნახდათ არ ვიცოდი. და ეს მომავლის პროფესია შეიძლება 1-2 წელიწადში დასრულდეს. აქ უნდა ჩავაბნელო. მაგას ყოლა დავიდეთ მაგ თემას. რა. ანუ მე მგონი და ვიღაცამ დაგვიწერა და კომენტარი რომ დამაკლდაო დღეს იმდენი ანუ AI-ზეო. გუამ დაგვიწერა ხო რომ დღეს ყველაფერი AI-ის გარშემო ხდებოდა. თქვენ ყველას ცოტას ლაპარაკობთ რა. ყველას თუ ეკითხებით მაგაზე, მაგრამ აქ ხომ 10 წუთიანი ჩაშლა. ხო და რავი, შენ რას ფიქრობ? მაგაზე იმაზეც გითხარი მაგ სტერეოტიპის თუ გჯერა რომ ცოტა ხანში vibe coding-ით მართლა შეიძლება რაღაცების, ну ალბათ რაღაცები შეიძლება, მაგრამ ანუ სერიოზული core engineering-ის ჩანაცვლება თუ შეიძლება და თვითონ შენ, ну, რა თქმა უნდა, იყენებ, მაგრამ აი რაღაც გამოყენების შენებური პრაქტიკა ხო არ გაქვს რა. იმიტომ მე მაგრამ მიყვარს ხოლმე ამ ბოლო დროს ეგეთი სტატიების კითხვა, რამოდენიმე შეგვიძლია დავლინკოთ მე თვითონ description-შიც, რომ აი როგორ ვიყენებ LLM-ს კოდის წერისას რა. ერთი ტიპია Thorsten Belsy. და ეგ წერს ხოლმე ყოველ კვირას და ისე როგორც თქვი ვინიშნო ხოლმე. ეგეც მაგას აკეთებს, რომ მთელი კვირის განმავლობაში მუშაობ, რაც ვინიშნოს კითხულობს და მე იმ სტატიაში წერს ხოლმე ამ კვირის განმავლობაში რა წაიკითხა. და მაგ ბევრ რაღაცას ვეცნობ ხოლმე მაგიდან და იქ ბევრი ნახე ეგეთი how I use LLM და თვითონ interview ისე OpenAI-ის მაგანაც ეკითხა და შენებური მოვიყავი. ხო, ანუ პირველი კითხვა იყო რომ ხო, ოკეი. ამდენად აი თუ ნახეთ, ცოტა ხნის წინ იყო Y კომბინატორის პოდკასტი იყო. მე vibe coding ერქვა, ერთი 30 წუთიანი ვიდეო იყო რა. და თავიდან დაიწყო ერთი 10-15 წუთი პირველი, რომ აი ჩვენი ფაუნდერების 100% იყენებს AI-ს და საერთოდ აი 10 ეხა 5 კაციან გუნდშეული 100 კაციანი გუნდის საქმის გაკეთება და ესეთი ჰაიპი პირველი იყო, ეგენ ხო მაგას ყიდიან რა, რეალურად საქმე არის, რომ sell AI basically და პირველი იყო ეგ და ჰაიპა. ნუ ამას რო უყურებდი მეთქი რავი, ანუ მე და ჩემი მეგობრები რო ვაპარაკობთ ეს ეგ პოდკასტი რითი განსხვავდება ამისგან რა, ესენს ესე ჰაერზე vibe talking-ს აკეთებენ ხო რა, ვითომ სტატისტიკად მოყავდათ რაღაც ფაუნდერების ის და ეს, მაგრამ რაღაც შუაში თითქოს შეიცვალეს ტონი და ბოლოს ანუ ჩემთვის conclusion-ი გამოვიდა დასკვნა ამათი რომ გადავედი იმაზე რომ ნუ ეხა კი ოკეი, ანუ ეს წერს კოდს, მაგრამ ნუ მაინც უნდა იცოდე ეხა ანუ მე რო ჰაინგზე რომ წარდიებო ვერ გამოწვა. ამან ეხა დებაგინგი არ იცის და ანუ სისტემები მაინც უნდა გესმოდეს და რაღაცა და ხო ანუ მგონია რომ ნუ რა თქმა უნდა აი software engineering იმდენად დიდი მარკეტი გახდა რომ ისეთივე რეკლამები გვაქვს უკვე როგორც აი ლუდს აქვს რა აი ლუდი ხო იცი რომ აი კაცი რომ მუშაობს თელი დღე და ეს ერთი წამია და მე სახში მიდის და ლუდს ვამს და მაგრამ ანუ ის ენდორფინის მომენტი როცა არის რომ აი მარტივი ნაწილი რა ის არის იმაზეა გამახვილებული ყურადღება და ეს ყველაფერი ეს AI-ის გარშემო ტვიტები და LinkedIn-ის პოსტები და რაღაცები ყველაფერი არის ეს დოპამინ ჰიტები რომ მოგცეს რომ რაღაცა გააპიაროს რა ამიტომ ძალიან ბევრი ნოიზია და მაქეან ეს სიგნალის ამოკრეფა ძალიან რთულია რა მაგრამ ნუ მეორე მხრივ რა თქმა უნდა ანუ უნდა მიაქციო ყურადღება ჩემს უნდა ეცადო რომ როგორ რთული მაქსიმუმად გამოიყენო
ვერ ვიტყვი რომ არ არის იმის ალბათობა რომ ჩაგვანაცვლოს და ამ შემდეგ, მაგრამ ბოლო დღეებში თუ ნახულობდით რა სურათების ჟენერაციაც მოხდა რა. და რაღაც სტატია მომიგდო რომ ამ ფიჩერის გამო გრაფიკული დიზაინერების რაღაც ზემოთხოვნა 7.5%-ით დაიწევს. დაიწევს? ხო, ანუ ამის წამი როგორ დათვალა ხა ეს ვიღაცა. ხო, არ ვიცი ჯერ როგორ ეს რამხელა პანიკას დაათესავს, просто რომ გააშიარო სადმე, ანუ რა მენტალურად მაინც როცა გრაფიკული დიზაინერი ხარ, ცოტათი მაინც ანუ როცა ინჟინერი ხარ, ეგ გაფიქრებს ეხლა მაინც სადღაც უშვებ რა. აი კი მოგდის თავში არგუმენტები რატო ვერ ჩაგანაცვლებს, მაგრამ მაინც უშვებ და გრაფიკული დიზაინერი უფრო თან ანუ გრაფიკული დიზაინი ესეთია one shot რასაც ეძახიან რა რომ აი გააკეთე მორჩა და ამაზეც ანუ ის ვიღაცა ESS-მებს კი თუ ამბობენ რომ ამას მარტო 7.5%-ით შეამცირებს ამ ვიჯობ მარკეტს რა ვერ ვიტყოდი რომ ეხა აი რასაც აი ინტროფიკის CEO და ეგენი აწვევიან რომ აი წლის ბოლოს აღარ ჭირდება დეველოპერები და ამ დროს თავის hiring-ის page-ზე ჭირდებათ ხო მაგრამ ეგ რა პარადოქსია ანუ ხო, არ ვიცი. ყველა ვინც აი ყველა დიდი salesman-ები ვინც არიან, ყველა აჰაიერებს და ძალიან ბევრი ფულს იხდიან დეველოპერებში, ხო? ფაქტია. ანუ მაქედან ეგრევე დასკვნა უნდა გამოიტანო თუ ცოტათი აზროვნებ ნორმალურად, რომ ანუ ეგ ისე არ მიდის როგორც ყვირიან. მაგრამ ნუ აი medium-თა ეხა 5 წლის ვადაში ვამეთ, არა, 2 წლის წინ ChatGPT 3 წლის წინ არ ვიცოდით საერთოდ რომ მოხდება. 2 წლის წინ გამოჩნდება ეს. ამიტომ მე მგონია რომ აი რაც არ დღეს ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით რომ არ შეუძლია LLM-ს კარგად. ანუ მაგალითად აი მახსოვრობა აქვს ცუდი რა. არ შეუძლია რომ აი ბევრ კონტექსტზე ერთდროულად იფიქროს რაღაცები კარგად გაიხსენოს და ამ შემდეგ project wise არ შეუძლია. ხო, file wise შეუძლია. ანუ კონტექსტის გაჭირვის აქვს რომ ხო, ანუ files დიდი სამთან დღეს იყო ძალიან უნდა მოყვა ეს. მოკლედ დღეს remote-ად ვმუშაობდი თბილისის მოლიდან და ვაკეთებდი code reviews GitHub-ზე რა. და იქ დიდი ხანი აქვს GitHub-ს ask Copilot. ძალიან დამაინტერესა რა, ანუ იცი რატო რო ვკითხულობდი reviews, ვერაფერი ვერ, ანუ ძალიან ისეთი, ანუ ეგრევე ხო one to pass reviews იყო PR-ი, ანუ ვერაფერი დამიწერა კომენტარი, ანუ ეგრევე დამეუფრებინა. მეთქი მაინც ვკითხოთ ხო რა, Copilot. ხო შეიძლება გითხრას რომ ანუ ოკეია რა, დაიფრუე. ანუ რა გააკეთა ეხლა, просто მაინტერესებს 12 ფაილი იყო თუ 18 ფაილი change იყო. 18-ვე მოუნიშნე და asks დავაჭირე რა, დასკრინშოტები მინდოდა. ყველაზე რას მეუბნებოდა, იცი, ანუ აქ ანუ თითქოს ანუ არც მიკითხე, ანუ ანალიზი დამიდო რა, ამ ფაილში შეცვალე ეს და რას მეუბნება ახლა გადაამოწმე, ანუ ensure that ანუ გადაამოწმე რომ ეს ფაილები დისკზე მართლა არსებობს. რა ფაილები? ნუ DS story. ხო, ანუ მაგალითად იყო ერთ-ერთი იყო, რაც config ფაილში იყო change. და გადამოწმე რომ ამ name-ით დისკზე ეგ ფაილი მართლა არსებობს. ანუ მაგალითად ასეთი იყო ამოცული. გადამოწმე ეს ასეთი დისკზე, ანუ code-რევიუ იყო ეგ. ხო და code-რევიუ ის კი არ გავუკეთებია ნამდვილი code-რევიუ იყო. რა suggestion-ი მოეცა, ან ეთქვა რომ ეს ფაილი ოკეია, კარგი არ შეცვალო რა ვია. მან ისიც ხო არის გასულ კოდში რაღაც მე იქნება კოდის წერის სტილიც სხვანაირი გაქვთ დანერგილი პირობითად რა. მან შეიძლება რომ იმან თქვა გითხრას ეგეთი რაღაცა Copilot, მაგრამ რომ ეს არ არის სწორი მაგაზე როცა რომ რავი ეგეთი პოლისი აქვს კომპანიაში რომ ეს ერთ-ერთი ეგ ჩემიაზე ხო ეგ მარტივი დასანერგია უბრალოდ შეგელია პატარა MD ფაილი გააკეთო პროექტში რომელიც ყოველთვის პირველი იმას მიაკითხოს და იმ MD ფაილში შენი სტილინგი იქონდეს აღწერილი და წავა და ამის მიხედვით შეგიმოწმებს სტილს და დაიგენერებს მაგრამ მაინც აქვს რა ის ანუ human like კოდრების მთელი მუღამი არის ის რომ შენ ჩემნაირი ადამიანი არ რევიუებ და ნამდვილი ინსაიტებს მეუბნები რა და ჯერჯერობით ის AI მაგას ვერ აკეთებს. პერფორმანსის კუთხითაც კი მოწმებ და რაღაცებს არა ვითარებ. არა, მაგალითად აი ამ მეთოდს თუ გამოიძახებ ის იზავს იმას რომ თლიან მონაცემებს დაალოუდებს. ვაფშე არაფერი გაუკეთებია მეთქი, просто მეუბნება და გადამოწმე, ვაფშე კოდრები არ გაუკეთებია. და მე ვიზავდი მაშინ ხო ანუ ხო, მაგას ვამბობ, ანუ просто იგივე იყო რომ ask Copilot, ეხლა მაგაზე ხო ვიღაცებმა იმუშავეს GitHub-ზე. და ეს просто შემელო ეს კოდი დამეკოპირები. რეალურად ამის ფიჩერის ხო შემელო ფაილები მომენიშნა, თორე რეალურად ეს კოდი რომ დავაკოპიო და LLM-ს ჩაუგდო მაგრამ მანდ ერთ საინტერესო ისაა რომ ამის counterfactual-ად შემიძლია მოვიყვანო რომ მაგალითად ანუ ეგეთი სტატია წავიკითხე how cursor works რა ეს და ვიღაც ტიპი რომელიც ცდილობს რომ კომპეტიტორი დაწეროს კურსორის გარჩევა ქონდა რა და ანუ კურსორი და მაგალითად cloud code თუ გამოვიყენებიათ რა შენ ტერმინალი თუ იღოსება cloud code გამოვიყენე იმ დღეს და კარგად იმუშავა
ანუ cloud code რატო არის უფრო მაგარი ვთქვათ ვიდრე კურსორი, იმიტომ რომ ანუ კურსორი მაინც პროდუქტია, რომელიც იყენებს ვიღაც API-ს და შენ API-ის ხშირად უმრავლესო იუზერები just subscribe-д არის 20 დოლარი თვეში და ამიტომ ჭირდება რომ cutting კოსტები შეამციროს, თავისი ასევე ამიტომ რეალურად იმას აქვს რაღაც multi agent სისტემა ქვია, რომელიც მაგალითად რაღაც ერთი სისტემა არის, რომელიც აგენერირებს კოდს, მეორე სისტემაა, რომელიც ამ დაგენერირებულ კოდს რაღაც linting-ს უკეთებს და რაღაცა კიდე სისტემაა თავში და ნუ მოგეთ რაღაცები ერთად ესე თამაშობს, მე რამენად დავლინკოთ ეგ სტატია და გაიცნობით, მაგრამ ამ მოდელები ზოგი კაია, ზოგი ცუდია და ანუ ყველა ერთნაირი ხარისხის არ არის რა. თუნდაც აი GitHub-ზე თქვა მან რაც devs უფასოთ რა. სავარაუდოდ არის ყველაზე რაღაც ესე cheap მოდელი, რომ უბრალოდ GitHub-ს და Microsoft-ს ეთქვა, რომ აი გვაქვს AI რა, checkmark-ი მოგიშ, როგორც ყველა კომპანია ახლა აკეთებს რა. და მაგალითად რეალურად Claude რო გამოიყენო რა თვითონ ბევრად ძლიერი და ჭკვიანი მოდელია, მაგრამ ნუ შენი Q და მიაყვა და რაღაც თითო P არის, რაღაც სამხაზიანი შეიძლება დაგიჯდეს $1 რა თქვა. P-ც არ არის, მარტო Q არ არის, რაღაც ის უნდა შეიტანო. ხო, ნუ ბალანსი უნდა კონდეს, ხო. და შეიძლება არა, ნახე, $20-იანი კი მაქვს მე ნაყიდი, მაგრამ მითხრა რომ ბალანსი არ გაქვს, კიდე ზემოდან ჩამარიცხინა. ის ცალკე არის. ხო, ის ცალკე. Exactly. Cloud code-ი. ხო, ანუ შეიძლება აინტერესებდეს. Cloud code-ი არის ტერმინალ, ვინც არის ის, Cloud code-ი არის terminal based აპლიკაცია, რომელსაც შენ დირექტორიაში, ანუ კოდის დირექტორიაში უშვებ და კონტექსტს იგებს და თვითონ შეუძლია თუ permissions მისცემ კონკრეტულ ფაილზე რაღაცები შეგიცვალოს. ან მე გავაკეთე ეგ იმისთვის, რომ ძალიან დიდი feature flag სისტემა იყო და იმის ანუ გადამეწერა და აი просто rename-ები მიწერდა ძალიან ბევრი, ოღონდ აი ლოგიკური rename-ები რა, ხან ადგილას ან просто რომ find and replace და ის ვარიანტია ხო ბოდიში გაწყვეტ. კურსორი აღონ ტერმინალში რა. ატომ რო გითხრა agent-ი, JetBrains agent-ი. ჯუნი ხო რა არ მახსოვს რა. ეგ შეიძლება ამოსაჭრელი გაგვიხდეს ახლა. იგივეს არ აკეთებ. ეგ შეიძლება ამოსაჭრელი გაგვიხდეს ახლა. ხო. იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია მარტო დატოვს აქ, იმიტომ GD. ხო, ბაზარი არა, ბლია. ორი არ არის ჯერ public-ში გამოშვება. ხო, დავავიწყოთ. კაი, არა უშ. კითხავ დატოვს და თუ არა პრობლემა. ეს ამბობთ. დავტოვოთ. ხო, ანუ რას ვამბობდი? ხო, სუხსნიდი რა. ხო, ანუ Claude რეალურად ეგ აგენტია რა, რეალურად, რომელიც ოღონდ AI, ანუ UI action-ებს არ გიკეთებს, ანუ კოდში. რა არის აგენტი? ხო, კოდში რაც action-ია, იმას გიკეთებს. აგენტის დეფინიცია ჩემ ბევრს გითხრა იგი, მაგრამ მე ესე მესმის, რომ ჩვეულებრივი LLM მოდელი თუ text based conversation-ია, აგენტი არის action based conversation-ი რა, ანუ ლუპში გაშვებული. ხო რა, და უბრალოდ შეუძლია რომ რაღაც ტრიგერები იცის და იმ ტრიგერებს გიკეთებს რა. ოღონდ ყველაზე მაგრამ აი მაგ cloud code-ს ანუ security-ს თავიდან მეგონა მეთქი როგორ იზავს თქო. სიმართლე გითხრა, ანუ სატესტოდაც კარგი ის იყო რა, პრობლემა მქონდა და რავი, ანუ პირველივე ცდაზე კარგად გააკეთა. ხო, იმიტომ რომ აი იყენებს actual bolo models, რომელიც ზუსტად კოდისთვის არის აკეთებული და ამიტომ ანუ რაღაცას განახებს რა შეიძლება მომავალი იყოს რა. მაინც საფრთხილი რომ საკმარისია, თქვათ, და მაინც თვლი რა თუნდაც კურსორის agent mode-ი როგორც დაჰაიფებული ანუ ეგ დონის არ არის, მაგრამ თუნდაც ახლა უსაიძე რო ვიყავი ჰაკათონი გქონდა და ჩვენმა საერთოდ არატექნიკურმა ტიპებმა რაღაც აპლიკაციები გააკეთეს საკათონზე რა, ავით რაღაც Raycast-ის extension-ი დაწერა მაგალითად ჩვენ პროდუქტისთვის მარტო wipe coding-ით და მეორე რაღაც generative AI-ის რაღაც user-სო დაუგენერირო რაღაც achievement-ები და რაღაცები რა. ვიცი ანუ entry points, ანუ პროტოტიპი რაღაცა ნებისმიერ პროდუქტის რო გააკეთო, მაგისთვის უკვე ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, scalable რაღაცა რო გააკეთო, ხო, მანდ Boeing-ის კოდს არ დაწერ ხო, ანუ როგორ დასვა თვითმფრინავი მაგალითად. პატარა რაღაცებისთვის იდეალურია რა ერთი. კი, პროტოტიპისთვის იდეალურია. მე მაინც ყველაზე მეტად პირადი გამოყენებისთვის მე მომწონს ეგ, როცა მინდა ახალი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც არ ვიცი და იქ ხო ეგრეა რა, გამოცდილი ინჟინერი თუ ხარ ახალ ტექნოლოგიასთან შეგუებისთვის რაღაც დრო გჭირდება რა. ყველაფერი იცი და ახლობით ზოგადად როგორ მუშაობს, բայց იმპლემენტაციის დეტალები არ იცი. ამაში დროს ხარჯავ და მე მაგაში ძალიან მომწონს, რომ შემიძლია ამას просто ანუ რაღაცა ვკითხო და უთხრა რომ მე ვარ აი Swift-ის ინჟინერი, ჩემენაზე ამიხსენი ეს რას აკეთებს რა და ეკვივალენტები გამიკეთე. რეალობა ეგეთია რომ დოკუმენტაციის კითხვაზე მეტად მაგას ვკითხო ეგ უფრო ამარტივებს მაგის დოკუმენტაციაში დაწერია და მაგას. GitHub-ის readme ის იყო YGLP აი რაღაც ტერმინალ თულია და იმის გამოყენება მინდოდა და
რიტმი ჰქონდათ აი ძალიან დიდია, იმას რა წაიკითხავ და მივეცი იმას კოდს უთხრა. მოკლედ მითხარი. ამომიღე რა, მინდა ამის გაკეთება და როგორ გავაკეთო რა და რავი ძალიან დიდი დრო დამიზო გახსნა იმას მოთან, იქ ხო შეიძლება სხვა ბრძანებაში ხდეს ის არჩ. და ეგ კაი პოინტია რომ რეალურად ყველაზე დიდ დოპამინ ჰიტს მაშინ გაძლევს ეს ელემენტი, როცა ის რამეზე იყენებ, რაც არ იცი. ხო, ზოგადად ეს ტიპები ვინც ძალიან snake oil salesmen-ები არიან ამ ელემენტის რეალურად ეს რაღაც რო არ გაკეთები არასდროს ან წარმოგიდგენ პირველად რო დაწერე რაღაც პროგრამა ხო რამ ხელა ის იყო ანუ ეგ აქ ახლა ძალიან ბევრს და რა თქმა უნდა ახლა UI-ის გრაფიკულ დიზაინერები ზიან და vibe coding-ი თავის დიზაინებს ვებსაიტებს აწყობენ და ძალიან ბედნიერები არიან და ძალიან კაია ძალიან კაია ხო რა უსწორდებათ რა minimal viable product დადებს რა თავისი დეველოპერი არ ჭირდება რა და მან ჩვენ რაც გვაქვს პრობლემა და თან ახლა აი მაგათად შენ გითხავ რა ახლა შენ ხო .NET-ი მოგწონს ძირითადად ალბათ უფრო backend-ისკენ იხრები რა თავიდან front-end-ში ხო არასდროს შენ არც აქამდე არ დაწე აი შენი სტარტაპი რო დაგეწყო landing page ხო შენ არ გააკეთებდი შენს რაღაც UI library-ს ხო გააკეთებდი ეხლა რაღაც მაგრამ მაქვს და გვიწერს რაღაც მე მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ მედათოკო მაგრამ ანუ უკვე არსებობდა რაღაც თულები მაგალითად რაღაც ადრე ძალიან ადრე bootstrap-ი იყო და ეხლა შეციანი არის რომელიც მის გავს პრობლემას გიჭრიდა ასევე რაღაც webflow არსებობდა რომელიც გეხმარებოდა რომ landing page-ი აკეთო და ეხლა უბრალოდ უფრო შემცირდა მაგის friction-ი ანუ ის ვაგივრად რომ კიდევ ვიღაც ტიპი ყავდეს ვინც ეს რაღაცები იცის აუთსორსზე რომელიც შენ არ გინდა რომ გააკეთო ეხლა შეიძლება რაღაც დონეზე ეგ საერთოდ პირდაპირ ელემენტს აგინაცოს ანუ რეალურად იმ ხარეს რომელიც ასე ვთქვათ ფანი იყო მაინც იმდენად ჯერ არ შეხებია იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ესეთი ვიზიროს და ბოლტისნაირი და ლავაბლისნაირი თული ჯერ არსებობს რომელიც შენ რაღაც distributed systems აკეთებს ანუ იმას ბლოგის კეთება დავიწყე, რამდენი ხანია წლებია მინდა რომ ჩემი ბლოგი მქონდეს და Medium-ზე არ მქონდეს მიიღები რაღაცები და გამოგიგზავნა ჩემი პირველი სამსახურის მე მაინც Medium-ს ვხრობი. ვიღეთ რატომ ვხრობი და Medium-ი არის, არ მახსოვს, მოკლედ ინტერნეტში ფულის შონის ერთი ხრიკი არსებობს, crowd crunching-ი თუ რაღაც ქვია რა. სადაც აი კონტენტები გაქვს დამალული. paywall-ით. ხო, ჩვენს არტიკლში. და აი ნახეთ პროსტა ინდოელები აი Medium-ზე დღეს უმეტესი სტატია Medium-ზე რო შედიხარ სტატია არის ინდოელის დაწერილი და ყველანაირ თემაზე აი რა ვიცი მithmetet რაც ChatGPT და LLM-ი მოიხოდა ხო ვაფშე გამარტივდა მაგის კეთება ხო ანუ ნებისმიერ რაღაცას დააწერინებ სტატიას 1 წუთი უნდა რა შენ კი მიხვდება იმათ ხარისხი არ კიდია იმას უნდა სადღაც დამალოს რაღაცა ლინკი რომელიც გადასვლაზეც ის რაღაც ისე ძალიან კაი იდეა და ახამდე რატო არ მომივიდა არის საკუთარი blog post-ის ეს როცა რომ მე სტატიებს რო ვწერ Medium-ზე ვწერ რა ხო და მიგეტყვი ხა მე რატომ არ მინდა Medium-ი თქო რომ ეგ არის მიზეზი რომ Medium-ი დღეს გახდა ერთ-ერთი მაგ ტიპების და ვისაც ოდნავ ხარისხიანი პოსტი აქვს Medium-ზე აქვს შეხული პრემიუმი და არ მომწონს ეგ ვაფშე რა მე სტატიას იმიტოვდებ რომ ჩემი ფული Medium-მა რატომ უნდა იშოვოს ნუ ხა მე ვთქი რომ ჩემი იმდენი კითხვები მყავს თუ მაგრამ მაინც ანუ Medium-ზე ახლა არც ახსენდება ბოლოს ოდისა ხო და უკვე ადრე ძალიან პოპულარული კი ადრე ძალიან პოპულარული ახლა ჩემთვის red flag-ია ხომ სტატია Medium-ზე ეგ ვიცი უხარისხოა და მაინც custom ისევ დაბრუნდა ის დრო რომ custom website-ზე შევდივარ და მაგიტომაც გამიშთა იდეა რომ ჩემი მქონდეს რა და ადრე რომ ჩემი მქონდეს თქვი რომ მივდიოდი ხოლმე რომ აი custom template რამე ხო გამოვიყენო რა თქმა უნდა ამეზარ ბლოგს რა ვქენი ახლა იმ დღეს ნუ რა LLM-ის დახმარებით მაგან მიყო რა იმის ბლოგი მევასებოდა დიზაინი და ფუნქციონალით დენ აბრამოვი. მაგის მევასებოდა და მაგას ჰქონდა public-ზე repo. დავფორკე. პირდაპირ თან არც ვიცოდი რა framework-ზე ხომ დაწერილი. კონტექსტი ჩავუდი LLM-ს კი მითხარი რა framework-ია მეთქი next-იო მითხრა და წავედი და ანუ თითქმის ყველაფერი შევცვალე ვაფშე გადავაკეთე ყველაფერი და ყველაფერი გავაკეთე ეგრე რა ანუ დომენი გაკითხებოდი. კი ახლა შემიძლია გაგიხსნათ გაჩვენოთ. დომენი არ მაქვს ლოკალზე მაქვს, მაგრამ ნუ ავი რა წყო ჩავაგდოთ local host-ის ლინკი Discord-ში და გახსნა local. Guys, I did my ვაი გააკეთა რა. მე მაქვს დომენი და მაგაზე აფიქრება შეიძლება. თუნდაც ახლა ეს პრობლემა რა, რეალურად ეს პრობლემა ძალით იყო complicated რა. რატო და ყოფილიყო, ანუ blogspot-ი მქონდა 2008 წელს და ანუ იდეაში დენ აბრამოვის ბლოგი იმდენად მინიმალისტურია, რომ გავს blogspot-ს რა. ნუ გასაგებია რომ უფრო გემონებიანია, მაგრამ და მე რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ რომ არა, ანუ ეს blogspot-ი მე WordPress-ი გავარცულოთ რა. და ახლა ეს რთული პრობლემა გადაჭრა LLM-მა. ანუ რთული რა, ანუ
მარტივი პრობლემაა, რომელიც ძალით იყო ქართულები გააჭერელებმა და ვაუ, რა მაგარია. ხო, მაგრამ იგი ხო გვიყვარს ინჟინერებს, რაღაცების გამარტივება. იმას ხონდა დღეს LinkedIn-ზე დავწერე ეს Temple OS-ის creators აქვს ნათქვამი, რომ idiot admires complexity და genius admires simplicity, ან ზუსტად ეგ არის. ხო, მაგრამ მაგ ტიპის მაგალითების აღება მაინც და მაინც კარგი არ მგონია, და просто არ არის. აწყო, აქ ეს რაც ისინი გავაკეთებინე, მუშაობს რა. მშვენიერია. თან იმაზეა, static generator-ია, readme-ში, MD file-ში დაწერე posts, იმას articles, თვითონ parsავს, გადმოაქვს. მუშაობს რა. ბლოგისთვის მეტი არაფერი არ გჭირდება იდეაში და ეს ყველაფერი რეალურად ხა მე რა Next.js-ი ვიცი. 0, აი 0. მაგრამ გავაკეთე ყველაფერი იმის დახმარებით რა. React-ის, და ChatGPT-ის. კაი, ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოსკენ, ხო? ერთი ბოლოსა ძალიან ისე მოგვივიდა საინტერესო თემებში ვიყავ, მე ესე უყურებ ხოლმე რა, ვერ დავასრულეთ ერთ-ერთი? ხო, და მე part 2 მოგვიწევს ალბათ, მაგრამ მე რას ვაკვირდები ხოლმე რა, ძირითადად ხოლმე როგორ ვთქვა, ადრე მე ეგრე ვიყავ ხოლმე, ორი advanced ტიპი რო შეხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს და მე მესამე ვიყავი და უსმენდი ხოლმე. არ ლაპარაკობდნენ ხოლმე კოდზე. ან რაღაც აბსტრაქტულ თემებს ეხებოდნენ ხოლმე და მე გამისწორდებოდა ხოლმე და დამწყები ვიყავ. მინდოდა აი რაღაცა C#-ში, რაღაცა ფუნქციაზე ებაზრათ. ან რატომ უნდა იმორს ხა მაგაზე რატომ უნდა ელაპარაკა და ჩვენი ეს პოდკასტი ეგით გამოვიდა. ხა ვაფშე არ შეგვიხმევთ იმას JavaScript-ს და ჩვენი ეს პოდკასტი ეგეთია რა. დასაწყისი შენ თქვი რომ JavaScript-ი ხო და მაგას ვამბობ რა, ანუ როცა საინტერესო ის ხა, ანუ ვიღაც გავაწყობ. მე ეგრე ვარ ხოლმე რა, ანუ როცა ჩემი ინტერესების კონექტივს ნახულობ ხოლმე, იქ მე რაღაც იმდენი გამოდის ხოლმე chain და node-ში ჩადიხარ იქ, რომ მავიწყდება რა მე იმაზე საუბარი და მაინც რომ ვიღაცებსა გული არ დავწყვიტოთ, ერთ კითხვას დაგისმევ. ძალიან უცნაურს. ზოგადად ხო ეკითხებიან ხოლმე, ანუ სტეკზე რო წერა, ასე იგი მოგწონს ის სტეკი რა. მე სხვანაირად კითხო, ანუ რა არის რაღაცები, რაც არ მოგწონს, მაგალითად, ჩემ სტეკში და რას შეცვლილი. იმიტომ რომ წერ თლიანად JavaScript-ის ეკოსისტემაში ხარ, ეგ TypeScript-ი, Node-ი, რაღაცები, npm-ი. ოკეი. რას შეცვლილი და ის თუ ნახე რა ქვია, Denom რო JS-ი გააკეთა. ოკეი. და ანუ შენ თვითონ კაი მხრივ წახვედი, იმიტომ რომ რეალურად ასაც ალბათ თავად შევცვლიდი, არის რომ ოდესაც მინდა რომ ელემენტარულად შევქნა ჩემი რაღაც ახალი პროექტი რა. სანამ ანუ ეს ჩემი excitement-ი მაქვს, სანამ ამას დავაკონფიგურებ იქ რაღაც ESLint-ის მონორეპოში როგორ დაიმუშაოს ეგეთ რაღაცებს რა, საერთოდ მიქრება რა, უკვე ყველანაირი мотиваცია იმდენად საერთოდ რა, მაგიტომ სანამ დავიწყებდით, მაშინ ვამბობდით რომ მაგიტომ მომწონს ბანი რა, მაგალითად, იმიტომ რომ აი ბანში შემიძლია რომ როგორც ადრე იყო Node-ის თვითონ პირდაპირ გავხსნა TypeScript-ში დავწერო რაღაც სკრიპტი, პირდაპირ ბანის API-ები გამოიყო რაღაცეებში და ბანი თუ გაუშვა და თან სწრაფიც არის და თან არაფრის დიდად დაკონფიგურება არ მჭირდება რა. ბანი არის მე ხომ მეგობრებო JavaScript-ის runtime-ი, ისევე როგორც არის Node, Deno, ასე. და ნუ Deno-ს მე მგონი ბანი, ანუ Deno თავიდან რო გაჩნდა, რომელიც ასე ალტერნატივა ცდილობდა რომ სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მე რომ მიხვდა რომ უბრალოდ Node უკვე too big to fail. ამიტომ ახლა ესეც ცდილობს რომ ბანის ის რომ just compatibility გააკეთოს რა. ხო ერთი ანუ Deno-ში მე ეგ მომწონს რომ ჩემნაირი ტიპი რომელსაც გადაწყვეტს რომ JavaScript-ი რაღაც გამოიყენოს, არ ჭირდება იმას web პაკების და ასეები ბანდლერების ცოდნა რა, პირდაპირ დავაყენებ და ყველაფერი მაქვს. ეგ არავის არ ჭირდება. ხო, ჩემთვის არის ის. წესში და არავის არ ჭირდება. ხო რა, ანუ და იქ ადრე რო იყო ხოლმე რაღაც იმდენ რაღაცას კითხულობდი რომ მე მართლა ეგ excitement-ი აღარ გქონდა რომ გააკეთებინა. მეორე რასაც ვიტყოდი, მე არ გადაძებნა. მეორე რასაც ვიტყოდი რომ ანუ რეალურად JavaScript-ზე არ არის აი full stack framework-ი როგორც არის Rails-ი. ანუ პრინციპი საქართველოში უფრო პოპულარული Laravel-ი ან .NET. ნუ ახლა .NET-ი კი არა, უფრო MVC ქვია მაგას. MVC core-ი თუ MVC framework-ი. MVC framework-ი. ან თვითონ ანუ ეს MVC setup-ი, რომელთაც შეიძლება რომ უბრალოდ რაღაც ერთი კომენტი გაუშვა და უკვე რაღაც boring ნაწილები რა, რაღაც ავტორიზაცია, კონტროლერები, მოდელები, database-თან დაკავშირება გამზადებული აქვს რა. მაგას ცდილობს JavaScript-ში რომ იყოს Next.js-ი და Vercel-ი, რომლის მე hater-ი ვარ kind-of. ორივესი? Vercel-ის და Next.js-ის რა.
ხო, ну, ბოლოს თუ გავდივართ უკვე სანამ საინტერესოა. ანუ 1-2 ეგ თქვი და კიდე იცი რას გითხრა დიდი პროექტები და JavaScript-ი. დიდ პროექტებზე მაქვს რა საუბარი რა, აი მაგაზე როგორ შეაფასებდი რა, ანუ შენ გონია რომ დიდი პროექტები JavaScript-ზე ვერ გეკეთდება? კეთდება, კი. ნუ ყურებ ამ .NET-ს ეგრე. არა, კეთდება და ზუსტად მაგითო მაინტერესებს მაგის ის რა. თქვა, რატო გადაწყვეტდა და გააკეთებდა მაგას და თქვა რაღაცა. ეგ მე მგონია ხო, ну, დღეს რო TypeScript-ი არსებობს, მაგით მე მგონი ყველაფერი. აი, მოусმინოთ გიორგის. აი, დიდ პროექტ JavaScript-ზე დიდი პროექტი სამი მგონი ყველა იგი გადაწყვეტილი და მოდი ახლა დავიწყოთ და მე ეს თუ დიდამდე მივიდა, მანამდე რამეს ვიზამთ. ანუ ხო ძირითადად სტარტაპები და ეგეთი ისინი და თან კიდე თქვათ სხვა თემა, მაგრამ ის რომ lambda function-ები შეიძლება JavaScript-ი გაუშვა. Lambda function-ები არის ultimate hack-ი, რომ შენი რაღაცა ბევრი ან სისტემების ცოდნა და ასე შემდეგ არ დაგჭირდეს რა და აი რაღაც მაგალითად lambda function-ში memory leak-ი თუ გაქვს, გაეშვება ერთხელ და მერე დაიხურება და აღარავის არ აინტერესებს გაინდა და ნუ მოკეთ. მაგრამ ხო ანუ მე რა დიდ code base-ებს მიმუშავია JavaScript-ში და TypeScript-ში ან ძალიან სიგიჟე იყო ხოლმე უკვე და ყველას რო გადაწერა უნდა და ან ძალიან დიდი effort-ი იდებოდა იმაში რომ ამის რაღაც დონეზე maintenance-ი მომხდარიყო და ყველა საბოლოო ჯამში ხო, ყველა საბოლოო ჯამში ცდილობს რომ გააკეთოს ემულაცია იმ MVC pattern-ების ნუ მიბაძოს რა. ანუ მაგალითად Nest.js-ი არის ეგეთი framework-ი JavaScript-ზე, რომელიც არის რაღაცა დაახლოებით Spring Boot-ის Java-დან და ეგეთი რაღაცების კლონი JavaScript-ზე, რომ აი რაღაც დეკორატორებით და ამ ზუსტად დაყოფილი MVC pattern-ები და საჭიროება როგორ გონია? რისი? რომ აი მაგის კლონის შექმნილება, თუნდაც Spring Boot-ის. ხო, იმიტომ იყო საჭიროება, რომ JavaScript-ული კლონი ასე. ხო, იმიტომ იყო საჭიროება, რომ ხალხს სჭირდებოდა აი კოდის ორგანიზება შედარებით დიდ პროექტებში. სტანდარტი არ არსებობდა და ყველა მას თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. ხო, ну ეს Nest.js-ი მე მაინც არ მომწონს ხა თავისი ისინი აქვს, მაგრამ გითხარი. საბოლოო ჯამში Next version და Nest-ი. ოკეი. ანუ ნუ მოკლედ თქვა, იმიტომ რომ მე დაწუნებული ვარ რომ მეორე ეტაპი ჩასაწერი გვექნება რაღაც ეტაპზე რა შენთან და ამიტომ ძალიან სიღრმეებში ნუჩახო. ოკეი. ხო, ну ზედაპირულში talking-ი გამოდის რა. ანუ Next.js-ის ის ვარიანტია, რომ Next.js-ი ხო React-ზე, ანუ React-ი არის მაგის UI library რა Next.js-ის და Next.js-ი იყო პირველი, ვინც შეძლოდა React-ი წაიღო სერვერში, რომ server side rendered ქონდა ის და მე რაღაც მომენტში გახდა kinda de facto სტარტი პროექტის. მე მგონი რომელიღაც პოდკასტში შენ იკითხე, რომ რო ხარ ვიწყებდი Next.js-ს ეწვენე, ანუ რაღაც მომენტში ეგ გახდა რა, ესე 2020-ში ვთქვათ და აი 1-3-4 წელი იყო და ეხა უკვე მომრავლდა მაგის საწინააღმდეგოში და გამოვიდა ალტერნატივებიც რა ვთქვათ რა როგორ შეიძლება. და თან kinda full stack framework-ის vibe-იც აქვს, იმიტომ რომ ანუ API შეგიძლია Next.js-ის იმაში შექმნა მარტივად ამ lambda function-ებით და ამ API-ებიდან რაღაცნაირად database-ს დაუკავშირდა წვალებით და რაღაც ეგეთები იცოდა, მაგრამ მე თან რაც გააკეთეს, ეცადეს რა გააკეთეს ფაქტიურად. მთელი React Core team-ი, რომელიც Facebook-ში მუშაობდა, ამათო წაიყვანეს თავისთან და დაიწყეს ისეთ ფიჩერებზე მუშაობა, რომელიც იმენა Next.js-ისთვის იყო მნიშვნელოვანი და გაყიდეს ისე როგორც React-ის ფიჩერები. მაგალითად ეგეთია ის server კომპონენტები, რომლებიც ანუ აი ისეთი paradigm shift-ია, რომ ჯერჯერობით მე მგონი დიდი adaptation-ი არ აქვს, ანუ ვინც დაადოპტა, მაგალითად თუ გაიგეთ news-ები იყო რაღაც OpenAI გადავიდა Next-დან Remix-ზე და რაღაც ეგეთები რა. და ეგ paradigm shift-ი კარგი მხრივ არის თუ ცუდი მხრივ? ანუ ცუდია რეალურად და რაღაცა გამოგონილი illusion პრობლემას აგვარებს თუ მართლა აგვარებს? ანუ მე როგორც უყურებ, ეს არის ამ paradigm shift-ი იმისთვის, აი მთელი შენი rewiring-ი, შენი brain და შენი მთელი React team-ის და ამ ხელ React-ის ისტორიის რომ რაღაც 10%-ით უკეთეს performance-ი კონდეს რაღაც e-commerce page-ებს თქვათ რა და რეალურად ყველა კომპანია სადაც მიმუშავია app-ები იყო ძირითადად ჯერ კიდე ხშირად single page application-ები და ანუ ხალხს იმ ხელ პრობლემა ამაზე არ ქონდა, იმიტომ რომ შენ თუ რაღაც SaaS-ი ხარ მაგალითად არ აქვს მშობა, ერთ წამში იტვირთება page-ი თუ 100 მილიწამში რა. E-commerce-ი თუ ხარ, მაშინ დიდი მშობა აქვს
Amazon თუ ხარ შეიძლება Amazon-საც მეფუნდი და დაინტერესებს თუ მაგალითია, მაგრამ ვიღაცა ის თუ ხარ, ნუ მოკეთ. და ეს ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა არის, რომ Next.js-ი არის open source-ი, მაგრამ თან არ არის რა, ანუ რეალურად ის Next.js-ი, რომელიც დადეპლოებულია Vercel-ზე, საერთოდ სხვანაირად მუშაობს და რაღაც complicated infrastructure-ში ეშვება, რომ იყოს ბევრად optimized და შენ გაძლევ, რომ okay, შეგიძლია და self-host რაღაც Docker-ში გაურაკო, მაგრამ საერთოდ სხვა experience-ია და რაღაც feature-ები არ გაქვს რა. ეხლა ამ ბოლო დროს ცოტა opening გააკეთეს, მაგრამ ვიღაც ხალხმა გააკეთა open next-ი და მე დაასპონსორა Cloudflare-მა და ნუ დღეს შეგიძლია რომ ეს open next-ით დაახოთ Vercel-ის ნაირი next-ი დახოსთო AWS-ი და Cloudflare-ზე. მაგრამ ნუ მოკეთ ამ თელი დრამებია რა. და რა ეგ არის ლოგიკური მიზეზია, რატომ შეიძლება არ მოწონს. ეგრე უცოდნოდა ჩემს ბლოგს არ გავაკეთებინე. შენ ბლოგი გადაწერე Astro-ზე. Astro-ს ნახე სხვათა შორის. მაქვს მაგის ვეგეს დავადეპლოი Astro და ვიფიქრე რომ გადავწერ, მაგრამ ახლა ის ზად ქონა დამეზარა, მაგრამ გადავიტანე. Next.js-ის მოყვარულებმა დამიკომენტარეთ და დავიწყოთ Discord-ში ხო ხარ? კი. და აგერ Discord-ში შეგიძლია დავიჯოინდეთ ასევე მეგობრებო. podcast guest-ის როლი მივეცი, სანამ მოვიდოდეთ. კი. ხო, ანუ მოკლედ Discord channel-ი გვაქვს, ვინც არიცით, კომენტარებში description-ში ნახავთ აუცილებლად შეგიძლიათ დაჯოინდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო დისკუსიაა, ყველა ჩვენი პერსონა ვინც აქ მოვიწვიეთ დაჯოინებული ყავს, შეგიძლიათ ესაუბროთ, დაუსვათ კითხვები საჯაროდ, ან პირადად მიწეროთ, თუ დაგამატებენ და დაგამატებენ ალბათ და ხო. დანარჩენზე მოკლედ Discord-ში გელოდებით. Discord-ში აუცილებლად შემოდით. აი, მოკლედ გიორგი, ეგეთი რაღაცა ძალიან დიდი მადლობა ამ დიალოგისთვის. დიალოგის ბოლოს, როგორც წესი, ვახ ეგეთი ტრადიცია, რომ რამდენიმე მატერია დავასახელებინოთ ხოლმე ჩვენს სტუმრებს რა. აი, მაგალითად, თავიდან 5 გქონდა, მე ჩამოვედით 3-მდე. მე ზოგჯერ 6-3-ს არა და რაღაც ჩემებს იძლევიან ხოლმე სტუმრები რა. აი, გიორგი დარწმუნებული რომ 5-საც მოგწევს. ხო და მოკლედ ანუ აი 5 ისეთი რესურსი, რომელიც გინდა დამწყებებს მიმართო, გინდა გამოცდილებს, რა არის მასთები, რომ მე ამოვანათოთ ეს ყველაფერი იმაში რა. კაი რო წაიგე. good to read რა. ძალიან მოულოდნელი კითხვა იყო და საერთოდ არ მოუზადებულ ვარ, მაგრამ ეხლა უცებ გაქცევთ პასუხს. კი ბატონო, აი კაც. ეს ამ მეტყველებს რამდენს კითხულობ სამუშაო დღეს. მოგეთ პირველი მაქვს ცოტა უცნაური რა, ესეთი პატარა წიგნია, ქვია Little Skimmer რა. ცოტა უცნაური წერება, Skimmer-ი არა, Skim არის ესეთი Lisp-ის დიალექტია. და ანუ თელი წიგნი არის იმაზე, რომ რაღაც Lisp-ს გასწავლის, თუმცა არაფერს არ გასწავლის, ისე გასწავლის რა, აი რაღაცა ერთს გეტყვის და მე შემო ცადო და ნელ-ნელა სწავლობ რა ესე. ხო. და რეალურად ანუ Lisp-ში რადგან არ არის არანაირი არც for loop-ი და არაფერი ესეთი ყველაფერი ლისტია, უბრალოდ გიწევს რომ რეკურსია მაგარ დაამოყამო რა. სულ რეკურსიები და ამიტომ ბიგინერებს ურჩევ ხოლმე ამ წიგს რა და ამ წიგს მე ვინც ამ ბიგინერებიდან ერთ 10-ს რო ურჩევ, ერთ 2 დამებრუნდება და მეტყვის რომ ვა ეს წიგნი რაღაც წავიკითხე რა უცნაური რაღაცაა და მე ეგ ხალხი იხოდება ხოლმე რა და მიგჩვენთ რომ უნდა რა ჩავერთო. ძალიან არ ჩააჭირო უბრალოდ, მაგრამ ჩაერთო. ანუ ზედი თუ ეგია და ედიტორი რო ახალი. კი. სოლშიოს მაგის extension-ები იწერება Skim-ზე. მართლა? კი. Skim-ი ან რეალური რაღაცა ინა არის? კი. Lisp-ის დიალექტია. ხო, ნუ პრინციპში ატო რა. კაი, შვენია, შემდეგ. ეგ არის ერთი. მეორე, რასაც ურჩევდი არის Program-ის ეგეთი ეს ან შაბლონური არის ხა რა. რომ Program-ის ეგეთი სტატია ერთი how to do what you love. ანუ როგორ ვაკეთოთ ისაც გვიყვარს და ჩემს ანუ მე რო ვიწყედი შემკარეს მაშინ რო წამიკითხა რამდენიმე კარგი უფრო ფილოსოფიურია. ხო. ლეგენდაც. მაგას ურჩევდი და მესამე არის უბრალოდ კოლექცია რაღაც დაახლოებით ერთი ჟანრის წიგნების რომელიც მე ძალიან მიყვარს. და ყველა არ მაქვს Marty Fowler-ის არა. ნუ ეგ ვიცი რომელიც მე მგონი გვერდჯერ იყო ხო ახსენებ. კი. ნუ ეგეც კაი წიგნია. ვერ უთყვი რომ მეც რა თქვი აუცდა აგახსდი. Refactoring-ი ალბათ Marty Fowler-ის ან სერია მაგის ხო? კი, სერია. შერასამბობ მესამე რა თქვი? თუ არ გიტყვი? კი, არ მithქვამს. ეცადა predictions. ეგეც კაი წიგნია. არ წამიკითხავს არასდროს, მაგრამ ანუ ბევრი სერია აქვს, ბევრი refactoring-ი აქვს, კიდე რაღაც ტესტებზე აქვს კიდე და მოკლედ ძალიან კაი რაღაცაა. Marty Fowler-ი მოწონდა ბავშვობაში. მე რომ ვიხდი რომ Agile Manifesto-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. და ესე ჩემთვის მესამე არის ესეთი აი შენ ახსენებ ერთ-ერთი Thorsten Belli.
მაგალითად მაგას აქ წიგნი build your own compiler in Go რა და მეორე რაღაცა. და ანუ ეგეთ ჟანრის წიგნები მიყვარს. ეგეთ სერიაა საერთოდ build your own X რა. რაღაც ერთში რაღაც Redis წერის ტიპი, ერთში რაღაც database და ეგეთ წიგნები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ეგ build your own compiler ანუ საკმაოდ გვიან როდის გამოვიდა ეგ შედარებით ახალია რა და არც Go-ი ვიცოდი, Go-ზე წერს. და არ დიდად ისე არ ვიცოდი რა ეს virtual machine-ები როგორ მუშაობდა რა და უცებ ძალიან ბევრი რაღაცა გაანათა და ზოგადად reproduction programming ეგა რა თავიდან რაღაც საკეთებ აწყობილს ეგ წიგნი რამდენი სერიაა რამდენი ჩავლინკოთ და 7 languages in 7 weeks რაც ეგეთია ანუ ეგეც მაგ ჟანრშია და ვისაც ესეთი BFS-ი უყვარს რომ სიგანეში გავიდეს ინფორმაციის ძალიან რა საინტერესო 4 თქვი მაგრამ მე-5-ს თქვა რაღაცა ვიდეო გაიხსენე მე მეტი არ მქონია მომზადებული ოკეი აი ფონიკემ ჩადო სოხნის წინ სხვა შორის Discord-ში Rich Hickley-ის თოქი არის აი simple versus easy რა რავი ძალიან დიდი მადლობა გიორგის საინტერესო გამოვიდა ბატონო ძალიან საინტერესო გამოვიდა მე მაინც მგონია რომ ფართორია მეორე ეტაპი მეორე ვიდეოს კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიორგის მოწვევა ასე ვთქვათ მომავალში მადლობა მეგობრებო ეს იყო დევთერების მე-15 ეპიზოდი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს ძალიან მიხარია რომ ყოველი ეპიზოდის მერე სპონსორი უნდა დავასახელო იმიტომ რომ სპონსორი გყავს და მადლობა ტექსის მადლობა თქვენ მადლობა